Ku Klux Klani შეერთებული შტატების ყველაზე ძველი ტერორისტული დაჯგუფებაა. თეთრკანიანები 5000 წლის განმავლობაში ითვლებოდნენ უზენაეს რასად. ჩვენ Ku Klux Klanis რაინდები ვიბრძოლებთ, რომ ასეც დარჩეს. ეს შავკანიანებისადმი სიძულვილის მქადაგებელი საიდუმლო ორგანიზაციაა, რომელიც უკვე 10 წლეულებია არსებობს და არაერთხელ მოახერხა ხელახლა დაბადება. პროდიუსერი დომინიკ ტიბი. Ას 50 წლის განმავლობაში მისმა დანაშაულებრივმა ქმედებებმა უამრავი ადამიანი შეიწირა ამერიკაში. სიძულვილის, რასიზმისა და ტერორის 150 წელი. დამეგეუბნებით, სეგრეგაცია ახლა, სეგრეგაცია ხვალ, სეგრეგაცია სამუდამოდ. მე არ მწამს სეგრეგაციის, მე მწამს მონობის. დევნის, ძალადობისა და მრისხანების 150 წელი. ამბავი ბოროტებისა, რომლის საჭრდილი დღესაც დადის ამერიკაში. თეთრი ძალა, თეთრი ძალა. Ku Klux Klani, ამერიკული ისტორია. დავით კონბრზოზას ფილმი. კლანი, ჩვენ Ku Klux Klani ვართ. პირველი ნაწილი, უხილავი იმპერიის დაბადება. $1865 წელი, ამერიკის შეერთებული შტატები. სამოქალაქო ომი ბოლოს და ბოლოს დასრულდა. 4 წლიანი სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლისა და 700,000 ადამიანის დაღუპვის შემდეგ მონობის მომხრე სამხრეთის შტატებს აბოლიციონისტური ჩრდილოეთი ამარცხებს. აპომატოქსთან გენერალი ლი გენერალ გრანტს ჩაბარდა. რამდენიმე თვის შემდეგ მონობა გააუქმეს. სამხრეთის 9 მილიონი მცხოვრებლიდან დაახლოებით 4 მილიონი გათავისუფლდა მონობის უღლისგან. პლანტაციების მფლობელებისთვის ეს მიუღებელი იყო. ამან სერიოზული შოკი გამოიწვია, რადგან ჩვენ სისხლში გვქონდა გამჯდარი ბატონობა, მონად მფლობელობა, თუნდაც თავად არ ვყოფილიყავით მონების მფლობელები. ცხადია, მონად მფლობელთათვის მონობის გაუქმება დიდი დარტყმა იყო. ეს ეკონომიკურად ანგრევდა მათ, რადგან იაფ მუშახელს კარგავდნენ. გარდა ამისა, შიშის მომგვრელად ეჩვენებოდათ ის ფაქტიც, რომ აფროამერიკელები სამოქალაქო უფლებების მოთხოვნასაც დაიწყებდნენ. 1865 წელს ტენესის შტატში, ქალაქ პულასკიში, შოტლანდიური წარმომავლობის რამდენიმე კონფედერატმა ვეტერანმა გადაწყვიტა შეექმნა საიდუმლო საზოგადოება. თავიდან ის შეიქმნა როგორც ერთგვარი ფრატერნული ორდენი, რომლის წევრებიც გასართობად, ლუდის დასალევად და დროის სატარებლად იკრიბებოდნენ. ვინმეს რომ ეკითხა, რატომ შექმნეს კლანი, გიპასუხებდნენ, მხოლოდ ლუდის მსმელთა საზოგადოება ჩამოვაყალიბეთო. ახალგაზრდები იყვნენ, მოწყენილები. ტენესიში პატარა ქალაქ პულასკიში ცხოვრობდნენ და გადაწყვიტეს პატარა საიდუმლო საზოგადოება შეექმნათ. თავიდან ვეტერანები უბრალოდ ძველ, ბედნიერ დროს იხსენებდნენ. მათ თავიანთ ჯგუფს იდუმალი სახელი Ku Klux Klani დაარქვეს. ჩვენ არ ვიცით, რატომ აირჩიეს სახელი Ku Klux Klani. ზოგიერთის აზრით, იმიტომ რომ იარაღი გადატენვისას გამოსცემს ასეთ ბგერებს. Ku Klux. ყველაზე გავრცელებული ვარაუდით კი ეს ბერძნული სიტყვა კუკლოსიდან მოდის, რაც წრეს ნიშნავს. და ეს საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ კლანის შემქმნელებს
ბერძნული და ლათინური ჰქონდათ შესწავლილი და წერისას ხშირად იყენებდნენ ლათინურ ფრაზებს. ისინი ძალიან ამაყობდნენ კლასიკური განათლებით. ისინი ბერძნულ მითოლოგიას, ბერძნულ სახელებს დაუბრუნდნენ. ეს ყველაფერი მართლა ძალიან ჰგავდა მოზარდის ფანტაზიას შუა საუკუნეების მეომართა დაჯგუფების შესახებ. მათ ბერძნულ ფრაზას კუკლუზ დაამატეს შოტლანდიაში გავრცელებული ტერმინი კლანი და ყოველი სიტყვა ასო კ-ით დაიწყეს. დაიბადა კლანი. მათი პირველი საჯარო გამოსვლები პულასკიში მშვიდობიანი იყო, მაგრამ მალე მათთვის ყოველდღიურ რიტუალად იქცა ყოფილი მონების შეურაცხყოფა და დევნა. პულასკიში თავდაპირველი კლანი ადამიანებისთვის ოინების მოწყობით ერთობოდა. ისინი სხვადასხვა კოსტიუმს იცვამდნენ და არა იმ თეთრ მოსასხამებს დღეს რომ ვიცნობთ. ხალხს აშინებდნენ ან ამას ხარავებდნენ. მათი აზრით გათავისუფლებული მონები იმდენად სრულმორწმუნეები იყვნენ, რომ შეიძლებოდა ისინი მოჩვენებები ჰგონებოდათ. ზოგჯერ თავდასხმების დროს ხმას იცვლიდნენ. ხან ცხოველების ხმებს გამოსცემდნენ, ღრიალებდნენ. ზოგჯერ ძალიან ხმამაღლა, ან ძალიან ხმადაბლა ლაპარაკობდნენ. ან ერთი ყვიროდა, დანარჩენები კი ჩურჩულებდნენ. ხან ყალბი გერმანული აქცენტით მეტყველებდნენ, ასე ვთქვათ, ძალადობით ერთობოდნენ, სპექტაკლებს დგამდნენ. გავრცელდა ჭორი. თითქოს ეს შენიღბული კაცები შურის საძიებლად დაბრუნებული ომში დაღუპული კონფედერატების სულები იყვნენ. ყოფილი მონები შიშმა მოიცვა. მალე მთელ სამხრეთში გაჩნდა საძმოები, თეთრი კამელიის რაინდები, თეთრი ლიგა და წითელი პერანგები. ისინი ერთნაირ დაშინების ტაქტიკას იყენებდნენ. საარჩევნო უბნებთან ბანაკდებოდნენ, რომ შავკანიანების არჩევნებში მონაწილეობა არ დაეშვათ. სამხრეთი თეთრკანიანთა ხელში უნდა დარჩენილიყო. კლანები თანდათან პატარ-პატარა გასამხედროებულ ორგანიზაციებად ჩამოყალიბდნენ და ძალიან მალე, ალბათ სულ ერთ წელიწადში, იქცნენ მოძალადეებად, რომლებიც განსაზღვრავდნენ თუ რა უნდა ეკეთებინათ, ან არ ეკეთებინათ შავკანიანებს. აფრო-ამერიკელები წინააღმდეგობას უწევდნენ. ზოგჯერ შეიარაღებულსაც კი, მაგრამ მკვლელობები და ლინჩის წესით გასამართლება არ წყდებოდა. გამათრახება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ეს მონობის მემკვიდრეობა გახლდათ. და უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ეს კუკლუქს კლანელები ადამიანებს სცემდნენ, იცოდნენ ეს როგორ გაეკეთებინათ, იცოდნენ რომელი ხის წკეპლა გამოეყენებინათ სასურველი ეფექტის მისაღწევად. გაწკეპლა შეიძლებოდა სასიკვდილოც ყოფილიყო, მით უმეტეს იმ დროს, როცა ანტიბიოტიკები არ არსებობდა. წკეპლისგან დატოვებულ ღია ჭრილობებში შეიძლებოდა ინფექცია შეჭრილიყო და ერთ-ორ კვირაში მომკვდარიყავი. აუცილებლად უნდა გვესმოდეს, რომ ლინჩის წესით ერთი ადამიანის გასამართლებისას მიზანი მთელი მასების დაშინება იყო. სწორედ ეს არის ტერორიზმი და გარკვეული თვალსაზრისით მათ წარმატებასაც მიაღწიეს, რადგან მიუხედავად მონობის გაუქმებისა, აფრო-ამერიკელების ჩაგვრა გრძელდებოდა. მათ ხელი არ მიუწვდებოდათ განათლებასა და სამედიცინო მომსახურებაზე. ეს პატარა ტერორისტული ორგანიზაციის წარმატებული კამპანია იყო. კლანისა და მისი ეგრეთ წოდებული სამართლიანობისთვის მებრძოლების რეპუტაცია იზრდებოდა. მთელ სამხრეთში ახალი დაჯგუფებები ჩნდებოდა. და მათში უამრავი ხალხი ერთიანდებოდა, მაგრამ კლანს ქარიზმატული ლიდერი სჭირდებოდა ბრძოლის გასაგრძელებლად. ამ როლისთვის მათ სამხედრო პირი, სამოქალაქო ომის სამხრეთელი გმირი გენერალი ნათან ბედფორდ ფორესტი აირჩიეს. ისინი შეიკრიბნენ და დასვეს კითხვა,
ვინ უნდა იყოს ჩვენი ლიდერი. მერე კენჭი ხარეს და ყველა მსასურველი ლიდერი დაასახელა. ყველაზე მეტი ხმა ნათან ბედფორდ ფორესტმა მიიღო. მერე მასთან მივიდნენ და უთხრეს ორგანიზაცია შევქმნით სახელად კუ კლუქს კლანი, ან კუ კლუქსი. და ჩვენს ლიდერად აგირჩიეთო. ნათან ბედფორდ ფორესტი ვერც კი მიხვდა სად აირჩიეს. ის კლანის წევრიც კი არ ყოფილა. ნათან ბედფორდ ფორესტი რომანტიკული ფიგურა, ცნობილი პიროვნება იყო. ის საქმის გამკეთებელი კაცის სახელით სარგებლობდა. დაკმაყოფილი დარჩა, თავისი რეპუტაციის დამტკიცების შანსი რომ მიეცა. ბედფორდი უყოყმანოდ ჩაუდგა კლანს სათავეში. კლანის მსგავსი ძალადობრივი დაჯგუფებისთვის ფორესტი იდეალური მეთაური იყო. ის სრულიად ამართლებდა თავის რეპუტაციას. ყოფილ მონებით მოვაჭრეს ომის დროს არაერთი სამხედრო დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. სამოქალაქო ომის დროს ბედფორდ ფორესტი 400-მდე შავკანიანის მკვლელობას ხელმძღვანელობდა. საუბარია იანკების ჯარის ნაწილზე, რომელიც ფორესტის რაზმს ბარდებოდა, მაგრამ მან თავის ჯარისკაცებს მოქმედების თავისუფლება მისცა და ამ ხალხის დახოცვისკენ წაახეზა კიდეც. ვფიქრობ, ეს ნათლად გვაჩვენებს თავად კლანის არსს. ნათან ბედფორდ ფორესტი მონებით მოვაჭრე, სამხედრო დამნაშავე და ეროვნული კლანის ლიდერი იყო კლანის ყველაზე მოძალადეობრივ პერიოდში. ფორესტის ხელმძღვანელობით კლანი უფრო ძლიერ სადამსჯელო ღონისძიებებზე გადავიდა. ძალადობამ პიკს 1868 წელს მიაღწია. მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ ათობით სასამართლოს, ეკლესიასა და საარჩევნო უბანს გაუჩნდა ცეცხლი. 4 კვირაში 1000-ზე მეტი მკვლელობა მოხდა. ყოფილ მონებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცემოდათ თავიანთი უფლებების გამოყენების საშუალება. ეს თეთრკანიანთა უზენაესობის სისტემის შერყევა იქნებოდა. კლანის მთავარი მიზანი მთელ სამხრეთში აფრო-ამერიკელთა დეაქტივაცია. პოლიტიციდი იყო. მის ძირითად სამიზნეს ხმის უფლებით მოსარგებლე და თანამდებობებზე მომუშავე შავკანიანები შეადგენდნენ. კლანის წევრები მათგან თანამდებობის დატოვებას კი არ მოითხოვდნენ. პირდაპირ მიდიოდნენ და ხოცავდნენ. რადგან ესმოდათ, რომ ეს ადამიანები უკვე ჩამოყალიბებული ლიდერები იყვნენ, რომლებიც შეიძლებოდა საზოგადოებისთვის საკუთარი სამოქალაქო უფლებების განხორციელების მაგალითად ქცეულიყვნენ და ასეთი ადამიანები უნდა გაენეიტრალებინათ. რეკონსტრუქციის ეპოქის კლანისთვის სამიზნეებად იქცნენ რესპუბლიკელებიც, რომელთა პოლიტიკურ ქმედებებსაც შეიძლებოდა აფრო-ამერიკელთა ძალის ზრდა გამოეწვია. ამრიგად ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, უბრალოდ ძალადობა, აღვირახსნილობა, ან უბრალოდ ტერორიზმი არ არის. ეს პოლიტიკაა. ვაშინგტონში გადაწყვიტეს, რადაც უნდა დაჯდომოდათ, გაენადგურებინათ ეს უხილავი იმპერია. კლანის დასაშლელად კონგრესმა კანონების მთელი სერია შეიმუშავა. გამოცხადდა საომარი მდგომარეობა. ფედერალურმა არმიამ, რომელიც ჯერ კიდევ სამხრეთში იყო განლაგებული, მობილიზაციის, კლანის წინააღმდეგ ბრძოლისა და შავკანიანი ამორჩევლების დაცვის ბრძანება მიიღო. ამ ღონისძიებებმა თანდათან შედეგი გამოიღო. 1872 წელს კლანი ოფიციალურად გამოცხადდა განადგურებულად. მაგრამ ძალიან გვიან იყო. თეთრ სუპრემაცისტებს ის აღარ სჭირდებოდათ. გათავისუფლებული მონებისა და მათი მხარდამჭერების შეჩერებით, შავკანიანებში ხმის მიცემის შიშის დანერგვით, კლანმა თავისი ძირითადი სამუშაო შეასრულა. თეთრკანიანი სამხრეთელები კანონიერი ძალაუფლების დაბრუნებას ახერხებენ.
ისინი ხელში იგდებენ შერიფის ოფისს, სასამართლოს და კლანი უკვე აღარაფერში სჭირდებათ. ფაქტობრივად, თუ კანონიერი ძალაუფლება გაქვს, ნამდვილად არ გჭირდება ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც თავად წყვეტს, ვის დაესხას თავს. არ გჭირდება მათი პრიორიტეტების გათვალისწინება. უბრალოდ გინდა ყველაფერს აკონტროლებდე. 1877 წელს ფედერალური არმია სამხრეთიდან არაერთგვაროვანი შედეგებით წამოვიდა. ომის დასრულებას თანასწორუფლებიანობისთვის უნდა ჩაეყარა საფუძველი. ამის ნაცვლად მივიღეთ სეგრეგაცია, რომელიც თითქმის 1 საუკუნე გაგრძელდა. შავკანიანებს სკოლებში, მაღაზიებში, ტრანსპორტში, საავადმყოფოებში თეთრკანიანების გვერდით ყოფნის უფლება არ ჰქონდათ. ისინი მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად დარჩნენ. კლანის ღირებულებები მთელ მოსახლეობაში გავრცელდა. გახშირდა აფრო-ამერიკელთა ლინჩის წესით გასამართლება. ფედერალური მთავრობა ამაზე თვალს ხუჭავდა. ლინჩის წესით გასამართლების ფოტოებს ღია ბარათებად იყენებდნენ. იყიდებოდა სუვენირები ასეთი სასამართლოს ადგილებიდან. ადამიანები მსხვერპლის წინ სურათებს იღებდნენ. ამრიგად ამ ქმედებებში პირდაპირ თუ ირიბად თეთრკანიანი მოსახლეობის ფართო მასები იყო ჩართული. ლინჩის წესით გასამართლება ხშირად სცემოდა უბრალოდ ჩამოხრჩობის სტერეოტიპს. ადამიანები შეიძლებოდა დაეხრჩოთ ან ცოცხლად დაეწვათ. მე-20 საუკუნის დასაწყისში კი შეიძლებოდა მანქანაზე გამოებათ, ქალაქის ქუჩებში ეთრიათ და მერე მისი გვამი საჯაროდ გამოეფინათ. ძალიან ხშირი იყო ცხედრის შეურაცხყოფის შემთხვევები. უხეშად რომ ვთქვა, მათ უყვარდათ გვამისთვის მისივე მოჭრილი პენისის პირში ჩადება. ზოგჯერ ეს იმდენად სექსუალიზებული იყო, რომ ჩნდებოდა შთაბეჭდილება თითქოს თეთრებს შავკანიანთა სექსუალურობა აწუხებდათ. ეს ერთგვარი რიტუალი მიზნად ისახავდა ამ ამბების გამგონი შავკანიანებისა და დანაშაულის თვითმხილველი თეთრკანიანებისთვის საზოგადოებაში რასობრივი უთანასწორობის გარდაუვალობის დამტკიცებას. ამრიგად ეს კულტურული პროცესი იყო. ეს გახლდათ საშიში პერფორმანსი, რადგან ძალიან ჰგავდა სამართლებრივი საკითხების მოძალადეთა ხელში გადაცემის მცდელობას. შეიძლება ითქვას, ამ გზით ისევე ცდილობდნენ საზოგადოებაში გარკვეული ღირებულებების დამკვიდრებას, როგორც ამას წიგნები, საეკლესიო ქადაგებები ან სიტყვით გამოსვლები აკეთებდა. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ახალი სამყარო იღებდა ფორმას. გაჩნდა ვერტიკალური ქალაქები და ამერიკა იმიგრაციის ქვეყნად იქცა. მილიონობით ევროპელი კათოლიკეები სამხრეთიდან, ებრაელები აღმოსავლეთიდან აქ მსოფლიოს წამყვან ინდუსტრიულ ცენტრში მოდიოდნენ უკეთესი მომავლის საძებნელად. სამოქალაქო ომიდან 50 წლის შემდეგ დავიწყებას მიცემული კლანი ფერფლიდან აღდგა. 1915 წლის თებერვალში გამოვიდა დევიდ გრიფითის ერის დაბადება. ეს გახლდათ წარმატებული პიესის კლანის წევრის ეკრანიზაცია, რომელიც სამოქალაქო ომისა და რეკონსტრუქციის დროში გვაბრუნებდა. გრიფითი ნოვატორი იყო. ფილმში გამოყენებული ჰქონდა ბატალური სცენების ფართო კადრები, რეალისტური დეკორაციები და შთამბეჭდავი მუსიკა. აქ ვერ ნახავდით ადრეული კინემატოგრაფიისთვის დამახასიათებელ მარტივ სცენებს.
ფილმის მეორე ნაწილში გრიფითი ომის შემდგომ პერიოდს აღგვიწერს. კლანის წევრები წარმოდგენილი იყვნენ არა როგორც ბოროტმოქმედნი, არამედ როგორც სამართლიანობის აღმდგენნი. კრიტიკოსებმა ფილმი შეაფასეს როგორც ინოვაციური და პროგრესული განათების, მსახიობთა თამაშისა და მსგავსი დეტალების კუთხით. მაგრამ მისი მთავარი სათქმელი ის იყო, რომ ამ შავკანიანი მამაკაცებისგან თეთრკანიან ქალებს მთელ ქვეყანაში ნამდვილად ემუქრებოდათ გატაცებისა და გაუპატიურების საფრთხე. ფილმის კულმინაცია საკმაოდ საშიშია, რადგან გვაჩვენებს შავკანიანებს, რომლებიც ბარბაროსებივით, ველურებივით მოსდებიან არემარეს. მამაცი კუკლუქსკლანელები თეთრკანიანთა უფლებებსა და მორალს იცავენ და გვიმტკიცებენ, რომ სამხრეთული კლანის მთავარი საზრუნავი თეთრკანიანი ქალების დაცვაა. ფილმში კუკლუქს კლანს რომანტიკული ელფერი ადევს. მისი არსებობა გამართლებულია. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ვიღაც თეთრ ცხენზე ამხედრებული უნდა შემოიჭრას და არა მხოლოდ წესრიგი, დაკარგული ღირსებაც უნდა აღადგინოს. და სწორედ ეს იზიდავდა ადამიანებს. მათში ასეთი ხალხისადმი სიმპათიას იწვევდა. ისინი, ასე ვთქვათ, გმირებად იქცნენ, სუპერპატრიოტებად, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ საზოგადოებისა და ქვეყნის დასაცავად. კლანს სამართლიანობის საკუთარი ვერსია ჰქონდა და მაყურებელი მეც ითხოვდა. სასამართლო. დამნაშავეა. ფილმმა ხელახლა აღძრა ინტერესი კუკლუქს კლანისადმი. და ამით ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა, უილიამ ჟოზეფ სიმონსმა ისარგებლა. ალაბამაში დაბადებული ყოფილი საერო მქადაგებელი ორდენის ყოფილი წევრი იყო. 1915 წლის ნოემბერში მან ატლანტის მახლობლად სტოუნ მაუნთიზე მოაწყო ლაშქრობა. სიმონსი კუკლუქს კლანის ხელახლა შექმნაზე, მისი საშუალებით, კონფედერატების მემკვიდრეობიდან მოგების მიღებასა და ფულის შოვნაზე ოცნებობდა. ჩონჩხის ნიღბის ქვეშ დამალულმა სიმონსმა ცეცხლის რიტუალი, საიდუმლო ცერემონიები და კოდური სიტყვები დააწესა. ქველმოქმედება სახლიდან იწყება. მან თავი დიდ საიმპერატორო ჯადოქრად და ეგრეთ წოდებული უხილავი იმპერიის იმპერატორად გამოაცხადა. დაწერა კლანის წევრების ღირსების კოდექსი კლორანი და ასე დაიბადა ახალი კუკლუქს კლანი თავისი ლიდერითა და კანონებით. სანამ ერის დაბადება შხამს ავრცელებდა, სიმონსმა პრესაში განაცხადა კლანის ხელახლა დაბადების შესახებ. ფილმი მისი მოძრაობის 180 წუთიან რეკლამად იქცა. სიმონსის მოსასხამიანი ცხენოსნები ფილმის პოსტერებსა და მთელი ქვეყნის გაზეთებს ამშვენებდნენ. კლანის ყველასთვის ნაცნობი ჩაცმულობა ძირითადად გრიფიტის ერის დაბადების შექმნილია. სწორედ ამ ფილმში გამოჩნდა თეთრი მოსასხამები, რომლებიც მერე კლანმა თავის ფორმად აქცია. ფილმი ერის დაბადება კლანს არ შეუქმნია, თუმცა ის კარგად გამოიყენა. ახალი წევრების მოსაზიდად ისინი სხვადასხვა ქალაქებში ჩადიოდნენ და ფილმის ჩვენებას აწყობდნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 1920-იანი წლების დასაწყისში ასეთი ფილმი მაყურებელთა უმეტესობისთვის ახალი და ძალიან მიმზიდველი იყო. დარწმუნებული ვარ, ბევრი საერთოდ პირველად ხედავდა კინოს. კლანი ფილმის ჩვენებაში ფულსაც იღებდა. პატარა ქალაქების მცხოვრებთათვის ეს დიდი მოვლენა იყო. ერის დაბადება ჰოლივუდის პირველ ბლოკბასტერად ითვლება.
50 მილიონზე მეტი ამერიკელი შიშითა და აღფრთოვანებით უყურებდა ამ რასისტულ ფილმს. მაყურებელთა უმეტესობა ბატალურ სცენებს, ლინკოლნის მკვლელობას და რა თქმა უნდა, კლანის გმირულ გამარჯვებებს სინამდვილედ აღიქვამდა. დევიდ გრიფითი ყველანაირად შეეცადა შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს ფილმი ისტორიულ სინამდვილეს ასახავდა. ეკრანზე გამოტანილი ცნობილი ისტორიკოსებისა და მეცნიერების ციტატები გვაფიქრებინებს, რომ ეს რეკონსტრუქციის პერიოდის დოკუმენტური ასახვაა და მაყურებელმაც დაიჯერა. ეს ფილმი აღიქვეს როგორც მოთხრობა სამოქალაქო ომის შემდგომი სამხრეთის შესახებ და ის მართლა ხდება ამერიკელთათვის სამხრეთის ისტორიის გადმოცემის საუკეთესო საშუალებად. აფრო-ამერიკელები ამ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებენ. ნაასპმა მათი უფლებების დასაცავად შექმნილმა ფერადკანიანი მოსახლეობის პროგრესის ხელშემწყობმა ეროვნულმა ასოციაციამ ფილმის აკრძალვა მოითხოვა. რამდენიმე ქალაქში ფილმს ბოიკოტიც კი გამოუცხადეს, მაგრამ ხელისუფლება დუმდა. გრიფითის ნამუშევარი პირველი მხატვრული ფილმი იყო, რომელიც თეთრ სახლში მოქმედ პრეზიდენტს, დემოკრატ ვუდრო უილსონს აჩვენეს. ვუდრო უილსონი ძირითადად პროგრესულ პრეზიდენტად ითვლება, მაგრამ როდესაც თეთრ სახლში საგანგებოდ მისთვის მოაწყვეს ერის დაბადების ჩვენება, მის დასამარცხინოდ უილსონმა ეს ფილმი ისტორიის საუკეთესო აღწერად შეაფასა. პრეზიდენტ უილსონს ფილმი ძალიან მოეწონა. ის ნამდვილი რასისტი და სეგრეგაციის მომხრე იყო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად გაამართლებდა კლანის ძალადობას და ადამიანების ლინჩის წესით გასამართლებას. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ უილსონი თავადაც სამხრეთელი იყო და სამხრეთიდან მიღებული ხმები მისთვის მნიშვნელოვანი გახდათ. ეს ხმები მხოლოდ თეთრკანიანებისგან მოდიოდა და ვუდრო უილსონი თავს ვერ მისცემდა მათთან დაპირისპირების უფლებას. ამრიგად უილსონის მიერ ერის დაბადების და შესაბამისად კლანის იდეის მოწონებამ ძალიან შეუწყო ხელი კლანის პოპულარიზაციას. ერის დაბადებამ კლანს მთელ ქვეყანაში დაუთმო აუდიტორია. ჯოზეფ სიმონსი ამბიციური ადამიანი იყო. კარგად ესმოდა, რომ მის ამ პატარა ბიზნესს დიდი მომავალი ჰქონდა. ეს საუკეთესო რეკლამა იყო. ამრიგად დიდმა ჯადოქარმა მარკეტინგის ორი ექსპერტი, ელიზაბეთ ტაილერი და ედვარდ კლარკი დაიქირავა. რეკლამის ამ ორმა სპეციალისტმა იცოდა, როგორ დახმარებოდა ორგანიზაციას ფულის შეუნაში. პირამიდული სქემა შეიმუშავეს. თუ კლანში გაგაწევრიანე, შემიძლია თქვენი საწევრო გადასახადის 40% დავიტოვო. მერე შენაწევრიანებ სხვას და მის 40%-ს იტოვებ და ასე გრძელდება, სანამ გაწევრიანების მსურველები არ გამოილევა. თავიდან საწევრო გადასახადი $10 იყო. რაც დღევანდელ $120-ზე მეტია. ეს არ იყო ღარიბი ადამიანების ორგანიზაცია. კლანს თავისი ბიზნესი აქვს და ეს ბიზნესი მისი წევრები არიან. ისინი საწევრო გადასახადს იხდიან და მთელი ფული საიმპერატორო ჯადოქართან მიდის. ის კი მთელ ქვეყანაში მოგზაურობს და წვეულებებს თუ რაღაც ჯვრის დაწვის ცერემონიებს მართავს. წევრების მიერ გადახდილი ფულით ალკოჰოლს ყიდულობს. ის უბრალოდ არ მუშაობს. სამუშაო არ აქვს. ჩვენ გვაქვს სამუშაო. ეს რაღაც აბსურდია. ეს ყველაფერი სრული აბსურდია. მათ სისტემა ააწყვეს, გარდა ამისა, კლანის წევრებს მოსასხამების ქირაობას აიძულებდნენ. უფლება არ ჰქონდათ თვითონ შეეკერათ ფორმა. სწორედ მათ დააწესეს თეთრი ზეწრისგან შეკერილი ის მოსასხამები, ჯვრითა და სისხლის წვეთებით, რომელთაც დღეს ვხედავთ. კლანი საოცრად სწრაფად იზრდებოდა. ქადაგებები, შეხვედრები და ცერემონიები სულ უფრო მეტ ადამიანს იზიდავდა. რამდენიმე თვეში წევრთა რაოდენობა 2000-დან 300,000-მდე გაიზარდა.
$10 საწევრო გადასახადმა კლანს და პირველ რიგში მის საიმპერატორო ჯადოქარს მის უდიდებულესობა ვილიამ ჯოზეფ სიმონს სიმდიდრე და ძალაუფლება მოუტანა. გარკვეულ პერიოდში 1920-იანებში კლანი უკიდურესად ძლევამოსილი და მდიდარი იყო. მაგალითად, მეორე თაობის კლანის პირველი ლიდერი ვილიამ ჯოზეფ სიმონსი მრავალმილიონიან ვილაში ცხოვრობდა. ამრიგად რაღაც პერიოდში გადასახადების წყალობით ის საოცრად წარმატებული გახლდათ. სოფლიო იცვლებოდა და მასთან ერთად იცვლებოდა პროტესტანტული უმრავლესობაც. დროს ფეხი უნდა აუწყო. კლანის სიძულვილის ბიზნესი იზრდებოდა. შავკანიანთა სიძულვილს ანტიიმიგრანტული, ანტიურბანული, ანტიკომუნისტური, ანტისემიტური და ანტიკათოლიკური პოზიციებიც დაემატა. კლანი თავის თავს უამრავ ღირსებას მიაწერდა და ღიად უჭერდა მხარს მშრალ კანონს. კოლონისტები ძირითადად პროტესტანტები გახლდნენ. ისინი ევროპიდან ჩამოვიდნენ და კათოლიკეების, ეგრეთ წოდებული პაპისტების წინააღმდეგ იყვნენ განწყობილნი. ამბობდნენ, რომ კათოლიკეებს სულაც არ ადარდებდათ შეერთებული შტატები. პაპს, პრეზიდენტის მოკვლაც რომ ებრძანებინა, შეასრულებდნენ, რადგან პაპის ერთგული მონები იყვნენ. რადგან ზიარებისას ღვინოს იყენებდნენ, მათ შესახებ ჩამოყალიბდა აზრი, რომ ძალიან ბევრს სვამდნენ. ეს ხდებოდა იმ დროს, როცა მშრალი კანონი ახალი შემოღებული იყო, ამიტომ კათოლიკეებს ალკოჰოლს უკავშირებდნენ. გარდა ამისა, კათოლიციზმი ევროპის შედარებით ღარიბ, უფრო მუქკანიან ქვეყნებს უკავშირდებოდა. ასე მოიხსენიებდნენ ბერძნებს, პორტუგალიელებს, ესპანელებს და სამხრეთ იტალიელებს. იმ დროს ამ ადამიანებს არა როგორც ნამდვილ თეთრკანიანებს, არამედ როგორც თეთრკანიანთა მსგავსებს უყურებდნენ. ორგანიზაცია საოცარი სისწრაფით იზრდებოდა და ამასთან მისი საბანკო ანგარიშიც. დაჯგუფება ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ორგანიზაციად გადაიქცა. ის გასცდა სამხრეთის საზღვრებს და მთელ ქვეყანაში გავრცელდა. 1925 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, პენსილვანია ავენიუზე კლანის 40,000 კაციანი აღლუმი მოეწყო. ეს ძალის დემონსტრირება იყო. მათ სახის გამოჩენის არ ეშინოდათ. აღლუმში კლანის ახალი ლიდერი ჰირამ ევანსიც მონაწილეობდა. თითქოს დასამალი არაფერი ჰქონდათ. უხილავი იმპერია ასეთი ძლევამოსილი არასდროს ყოფილა. გამოთვლებით კლანის წევრთა რაოდენობა 4 მილიონს აჭარბებდა. ეს ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ყველა იმ ჯგუფს, რომლებიც კლანში არ მიიღეს. კლანში გაწევრიანება მხოლოდ შეერთებულ შტატებში დაბადებულ თეთრკანიან პროტესტანტებს შეეძლოთ. თუ ამ კუთხით გადავითვლით, 4 მილიონი წევრი მოსახლეობის საოცრად დიდი პროცენტი გამოდის. როდესაც კამერები მარშისკენ იყო მიმართული, კადრს მიღმა სულ სხვა სცენა თამაშდებოდა. აქ კლანის ლობისტები დაუღალავად მუშაობდნენ. მათი გავლენა ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაზე საკმაოდ დიდი იყო. 1920-იანებში უხილავ იმპერიას 11 გუბერნატორი, 75 წარმომადგენელი და 16 სენატორი ჰყავდა. ამერიკის მომავალმა პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა თავის მემუარებში აღიარა, რომ საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, ცოტა ხანი ისიც იყო კლანის წევრი. როდესაც ვამბობთ, რომ ჰარი ტრუმენის მსგავსი ვიღაც კლანის წევრი იყო, უნდა გვახსოვდეს, რომ მაშინ ეს სრულიად ღირსეულ საქმიანობად ითვლებოდა. ბევრგან ადამიანები კლანში იმიტომ შედიოდნენ, რომ ეს მათ სტატუსს მატებდა. ეს უაღრესად პატივცემული ორგანიზაცია იყო. გარდა ამისა, კლანის დანაყოფები, კლავერნები, ქსელური სისტემით მუშაობდნენ. ისინი ხვდებოდნენ ადამიანებს, რომლებიც შეიძლებოდა მათი კლიენტები გამხდარიყვნენ, მათთვის სამუშაო მიეცათ, ან რომლებთანაც საქმიან გარიგებებს დადებდნენ. გარკვეულ ადგილებში კლანის წევრობა ეკონომიკურადაც მომგებიანი იყო. კლანს საკმარისი ძალა ჰქონდა, რომ ხელი შეეწყო ან შეეშალა კარიერული წინსვლისთვის. 1924 წლის ეროვნულ დემოკრატიულ კონვენციაზე მან ალ სმითის კანდიდატურა დაბლოკა.
ორი მიზეზით. სმიტი კათოლიკე და მშრალი კანონის მოწინააღმდეგე იყო. მაგრამ კლანის ყველაზე დიდი გამარჯვება იმიგრაციის დრაკონული კანონის გატანა გახლდათ. კლანის დახმარებით მიღებული 1924 წლის საიმიგრაციო აქტის თანახმად შეერთებულ შტატებში პირველად მიიღეს საიმიგრაციო კვოტების სისტემა, რომელიც უპირატესობას ანიჭებდა ჩრდილოეთ ევროპელ თეთრკანიანებს, ანუ გერმანიკული ქვეყნების და ბრიტანეთის მოქალაქეებს. ამრიგად, 1924 წლიდან 1965 წლის საიმიგრაციო სისტემის რეფორმამდე შეერთებულ შტატებში კლანის მიერ შემუშავებული სისტემა მოქმედებდა, რომელიც მეტ-ნაკლებად ზღუდავდა ამერიკაში ეგრეთ წოდებული არიელების ემიგრაციას. მალე კლანის კავშირები ყველგან გავრცელდა. მათ შორის ბობოქარი ოციანების კულტურაშიც. დიახ, ჩვენ ვეკუთვნით კუ კლუქს კლანს. ჩვენ ვეკუთვნით კუ კლუქს კლანს. ჩვენ დავიცავთ თქვენს ცოლებს და დედებს ყველგან და ყოველთვის, რადგან ჩვენ ვეკუთვნით კუ კლუქს კლანს. ის ქმნიდა საკუთარ მუსიკას, რომელსაც თავისივე რადიოთი გადასცემდა. ორგანიზაციას ჰქონდა საკუთარი გაზეთები, Fiery Cross და Searchlight, რომლებშიც თავისი ლიდერების სტატიებს აქვეყნებდა. ყოველთვის შავკანიანთა საწინააღმდეგოს, ანტიკათოლიკურს და ანტისემიტურს. რეკლამამ გაამართლა. 3K ყურადღების ცენტრში მოექცა. რეკლამას უკეთებდნენ 12-დან 18 წლამდე ახალგაზრდა კუ კლუქს კლანელების აქსესუარებს, რომლებიც კლანის ყველა ღირსეულ წევრს უნდა ჰქონოდა. ორგანიზაცია აფინანსებდა სპექტაკლებს და ფილმებს, რომლებიც რეკლამას უკეთებდნენ მის აქტივობებს. საიდუმლო ორგანიზაცია ასეთი თვალშისაცემი არასდროს ყოფილა. ისინი როდეოებს და რაინდთა ტურნირებს აწყობდნენ. მათზე წერენ რომანებს, იღებენ ფილმებს, ქმნიან მუსიკას. ისინი არიან რადიოში და ყიდიან გაზეთებს ქუჩების კუთხეებში. ამრიგად ისინი ამერიკის კულტურული ცხოვრების წამყვან ნაწილად იქცნენ. საიდუმლო საზოგადოება კარგად იყიდებოდა. კლანი ყველგან იყო. მისი მოსასხამიანი ფიგურები ჩანდა ანიმაციურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებში. ერთ-ერთ ასეთ ფილმში ჰაროლდ ლოიდმაც კი ითამაშა. $1924 წელს ორგანიზაცია დისნეის მიერ გადაღებულ ერთ-ერთ პირველ მოკლემეტრაჟიან ფილმშიც კი გამოჩნდა, სადაც საიდუმლო ორგანიზაციის წევრებს ბავშვები განასახიერებდნენ. კუ კლუქს კლანი 1920-იანი წლების უდიდესი მოძრაობა იყო. ის არა მხოლოდ 3-დან 6 მილიონამდე წევრისგან შემდგარი ორგანიზაცია გახლდათ, არამედ ასევე იყო საოჯახო ორგანიზაცია, რომელიც მოიცავდა აქტივობებს ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის. 1920-იანებში კლანის ღონისძიებები ოჯახური ხასიათის იყო. ხალხს ცოლები და შვილები მოჰყავდა. აქ ყოველთვის ფესტივალის ატმოსფეროს უფევდა. ისინი გრანდიოზულ პიკნიკებს აწყობდნენ, რომლებშიც 25,000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ტარდებოდა თამაშები, სილამაზის კონკურსები, უკრავდა სასულე ორკესტრები, მოჰყავდათ მოცეკვავეები. იფიქრებდი, რომ ოჯახს შეიძლებოდა მთელი ცხოვრება გაეტარებინა კლანის სხვა წევრებს შორის. კუ კლუქს კლანელებს დაკრძალვის, ქორწილისა და ნათლობის თავიანთი რიტუალები ჰქონდათ.
თეთრკანიანი პროტესტანტებისთვის ისინი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცნენ. თუ დღისით კლანი ამ ჯანსაღ აქტივობებს ატარებდა, ღამღამობით მისი დანაშაულებრივი ქმედებები გრძელდებოდა. კლანი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მისი დიდი ჯადოქარი ჟურნალ ტაიმის გარეკანზეც კი მოხვდა. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი შეიძლება ყველაზე საშიშიც ის იყო, რომ მათ გარკვეული რესპექტაბელობა შეიძინეს. შეერთებულ შტატებში მათ ბევრი მიიჩნევდა ლეგიტიმურ ფრატერნულ პოლიტიკურ ორგანიზაციად. მაგრამ ეს ოქროს ხანა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1920-იანებში მომხდარმა რამდენიმე სკანდალმა მოძრაობა შეასუსტა. კუ კლუქს კლანის ახალ ლიდერს, დევიდ სტივენსონს, ინდიანას დიდ დრაკონს, რომელიც კლანის 100,000 წევრს ხელმძღვანელობდა, საკუთარი თანაშემწის გაუპატიურებასა და მკვლელობაში დასდეს ბრალი. მან გაიტაცა აწამა, გააუპატიურა და მოკლა თავისი ასისტენტი ქალი. ეს თავზარდამცემი იყო. ამ ფაქტზე ნიუ-იორკ ტაიმსში და ვესტ კოსტში დაიწერა. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს უკვე ძალიან შორს მიდიოდა და დრო იყო ამას ჩამოშორებოდნენ. 1920-იანებში კლანის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თეთრკანიანი ქალების უბიწობის დაცვა იყო. როგორც თავად ამბობდნენ, ისინი 100%-იანი ამერიკელები იყვნენ, რომლებიც თეთრკანიან ქალებს მათ პატიოსნებასა და ღირსებას იცავდნენ. და როცა კლანის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წევრს, მეჯ ობერჰოლცერის გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის ასამართლებენ, ეს მთლიანად ანგრევს ინდიანის დანაყოფს. მერე კი ნგრევის ეს ტალღა მთლიან კლანს ანადგურებს. სამუდამო პატიმრობა მისჯილ სტივენსონს დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა და საიდუმლოების გამჟღავნება დაიწყო. 1927 წლის ივლისში მან პრესას ინდიანის შტატის კლანის მიერ მოსყიდული მაღალჩინოსნების საბუთები გაუგზავნა. აქ ნახსენები იყო გუბერნატორი ჯექსონი და კიდევ მრავალი სხვა. ინდიანაპოლისის მერის ჯონ დიუველის წერილმა კი ლპობის მთელი მასშტაბი გამოამჟღავნა. თუ ინდიანაპოლისის მერად ამირჩევენ, მისტერ სტივენსონის თანხმობის გარეშე თანამდებობაზე არავის დავნიშნავ. ცოტა ხანში ედვარდ კლარკის გასამართლების დროც დადგა. კლანის ლიდერს ხშირად ხედავდნენ მეძავების გარემოცვაში, ვისკის სმისას, რაც კლანის რელიგიური ღირებულებების შეურაცხყოფა იყო. ისინი ხშირად ამბობდნენ, იესო რომ ცოცხალი ყოფილიყო, კლანის წევრი იქნებოდაო. კუ კლუქს კლანის მრავალი ნაკლიდან ერთ-ერთი ის ფაქტი გახლდათ, რომ ლიდერები ძალიან იშვიათად თითქმის არასდროს ცხოვრობდნენ იმ მორალური ღირებულებების შესაბამისად, რომელთაც დანარჩენ წევრებს უწესებდნენ. ამას ხალხი ყველგან ხედავდა და საზოგადოება თანდათან ხვდებოდა, რომ ეს დაჯგუფება სინამდვილეში ისეთი გმირული და პატრიოტული ორგანიზაცია არ იყო, როგორადაც წარმოაჩენდნენ. 1920-იანი წლების ბოლოს ამერიკაში გამეფებულმა დიდმა დეპრესიამ ორგანიზაცია კიდევ უფრო დაასუსტა. მის წევრებს საწევროს გადასახდელი ფული აღარ ჰქონდათ. რუზველტის ეკონომიკის აღდგენის პოლიტიკამ სასოფლო სამეურნეო სამხრეთის შეცვალა და ახალი სამუშაო ადგილები შექმნა. კლანი სოციალური კიბის ფუნქციას აღარ ასრულებდა. ღარიბი თეთრკანიანები წინ მიდიოდნენ. არჩევნების შემდეგ რუზველტმა ალკოჰოლის აკრძალვა გააუქმა. უხილავმა იმპერიამ მშრალი კანონისთვის ბრძოლა წააგო. ეს მისი ბოლო მარცხი არ იყო. 1929 წელს ჰოლივუდში
ბესტსელერ ქარწაღებულნის ეკრანიზაცია გამოვიდა. რასისტული სრურწმენებით სავსე კიდევ ერთი პანორამული ნაწარმოები სამოქალაქო ომის შესახებ. მარგარეტ მიჩელის რომანში კლანიც ფიგურირებდა, მაგრამ ფილმიდან ეს მთლიანად ამოიღეს. 1939 წლის სექტემბერში მსოფლიო ცეცხლის ალში გაეხვია. სიძულვილით სავსე თავისი იდეოლოგიის ერთგული კლანი დროებით ამერიკულ პრონაცისტურ პარტიასთან, ბუნდთან გაერთიანდა. კუკლუქს კლანი ბუნდს უერთდება. გერმანულ-ამერიკული ალიანსის კუთვნილ კემპ ნორდლენდში გერმანულად მოგესალმებიან. მაგრამ ინგლისურად გეტყვიან შესვლა აკრძალულიაო, რადგან ნიუ-ჯერსის კუკლუქს კლანი მას ერთი დღით ქირაობს. ოპერატორებს ყველაფრის გადაღების უფლება არ აქვთ. გამარჯვებულებს შორის კლანის მხოლოდ რამდენიმე წევრი ჩანს და არც ერთი ბუნდის ფორმიანი ჯარისკაცი. კლანის გიგანტი არტურ ბელი და ბუნდის ლიდერი ერთმანეთს ხელს ართმევენ. 1941 წლის დეკემბერში პერლ ჰარბორის დაბომბვის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები ომში ერთვება და ბუნდის ყავისფერი პერანგები და კლანის თეთრი მოსასხამები საჯარო ცხოვრებიდან ქრება. მეორე მსოფლიო ომმა ხალხი კლანის წინააღმდეგ განაწყო, რადგან ნაცისტური პოლიტიკის მაგალითმა სხვადასხვა სახის ფანატიზმი ნაკლებად პოპულარული გახადა. გარდა ამისა, იმ დროს გაძლიერდა შეიარაღებული ძალების პოპულარიზაცია და კარგად გამოჩნდა თუ რამდენი კათოლიკე და ებრაელი იბრძოდა ამერიკისთვის. შესაბამისად, ამ ჯგუფების მიმართ მტრული დამოკიდებულების შენარჩუნება ძალიან გაძნელდა. 1945 წლის 8 მაისი 4-წლიანი ომის შემდეგ ევროპაში გამარჯვების დღე დადგა. სექტემბერში იაპონიაც დანებდა. ამერიკამ გაიმარჯვა, მაგრამ კლანი არ ზეიმობდა. შემოსავლების სამსახურმა გაბანკროტების პროცედურა დაიწყო. უხილავი იმპერია 1920-იან წლებში გადასახადებს არ იხდიდა და ახლა $685,000 ვალი დაუგროვდა. კუკლუქს კლანი მეორედ გაუჩინარდა. მაგრამ ჰიდრას ნიღბიანი თავი სულ მალე ისევ ამოიზარდა. ომის შემდგომი სიტუაცია ხელსაყრელი იყო მისი მკვდრეთით აღდგომისთვის. კომუნიზმის შიშთან ერთად თეთრ სუპრემატისტებს აფროამერიკელი გმირი ჯარისკაცების დაბრუნების შიშიც აწუხებდათ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკაში უამრავი შავკანიანი ჯარისკაცი დაბრუნდა. ევროპაში, საფრანგეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში მათ მიმართ სულ სხვაგვარი დამოკიდებულება იყო. ისე ექცეოდნენ როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს. გარდა ამისა, მათ პირველად მისცეს იარაღი და ბევრი მათგანი თეთრკანიანებს ხოცავდა. ასე რომ, აფროამერიკელები სამშობლოში თავიანთ თავზე სულ სხვაგვარი წარმოდგენით დაბრუნდნენ. მე ჩემი სამშობლოსთვის ვიბრძოდი, რასიზმს და ანტისემიტიზმს ვებრძოდი. რატომ არ შემიძლია სხვებივით სრულუფლებიანი მოქალაქე ვიყო? შეერთებულ შტატებში აფროამერიკელ ინტელექტუალებს, ჟურნალისტებს, ინსტიტუციების ხელმძღვანელებს დიდი ძალისხმევა დაჭირდათ იმისთვის, რომ ეთქვათ, შეუძლებელია საზღვარგარეთ რეპრესიებს და უსამართლობას ებრძოლო და შინ თვალი დახუჭო ამ რეპრესიებსა და უსამართლობაზე. ჩვენ გვჭირდება ორი გამარჯვება, როგორც ფაშიზმზე, ასევე რასიზმზე შეერთებულ შტატებში. აფროამერიკელებმა აქტიურად დაიწყეს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და თავიანთი უფლებების დაცვა. ბევრი ვეტერანი უარს ამბობდა საჯარო ტრანსპორტში ადგილის დათმობაზე. ინციდენტები გახშირდა. თეთრკანიანი სამხრეთელები თავისუფლების ასეთი წყურვილის მისაღებად მზად არ იყვნენ. კუკლუქს კლანი სამხრეთში ბრუნდება. კუკლუქს კლანი სამხრეთში ბრუნდება. ტრადიციულ მოსასხამებში გამოწყობილი კლანის 700 წევრი 1941 წლის შემდეგ პირველი შეხვედრის გადასაღებად ემზადება.
შეკრების ადგილი Stone Mountain-ია. ატლანტიდან 16 მილის მოშორებით. კლანის ლიდერები მთელ ამერიკაში ელოდებიან ორგანიზაციის აღორძინებას. 1946 წლის ოქტომბერში ორგანიზაციას სათავეში სემუელ გრინი ჩაუდგა. ის 1920 წლიდან იყო კლანის წევრი. გრინმა სარეკლამო ცერემონიების გამართვა და მედიისთვის გადაღების უფლების მიყიდვა დაიწყო. ყიდველთა შორის იყო ჟურნალი Life-იც. ჩვენ არ გძულს შავკანიანი. ღმერთმა ის შავი შექმნა, ჩვენ კი თეთრი. ამას დაბადების მე-11 თავშიც წაიკითხავთ, სადაც ის რასებს ერთმანეთისგან ყოფს. ჩვენ უკვე 5000 წელია ვიცით, რომ თეთრკანიანები უზენაესი რასაა და ჩვენ, Ku Klux Klanis რაინდები, ამის შენარჩუნებას ვაპირებთ. მიუხედავად გაკოტრებისა, კლანმა მაინც შექმნა იატაკქვეშა ქსელი. ათასობით ადამიანი ჯერ კიდევ გამოთქვამდა ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილს. ამ ცერემონიას ნატურალიზაციის ცერემონია ეწოდება. დადე ერთგულების ფიცი და დაიფიცე, რომ დაიცავ თეთრ რასას და არასდროს აქცევ ზურგს შენს თანამოძმეებს. დაახლოებით ასე ჟღერდა. შეიძლება ბავშვურია, მაგრამ მე თითქოს გავნათდი. თავი რაღაცის ნაწილად ვიგრძენი. ბოლოს და ბოლოს მე ეს შევძელი დავიმსახურე. მათი მიზანიც ეს იყო, რომ ამ ყველაფრით გეამაყა. უხილავი იმპერია კიდევ ერთი მარშის გამართვას აპირებდა. მაგრამ გზაზე მოულოდნელი დაბრკოლება გადაეღობა. ზემოთ აიხედე, ჩიტია. ეს თვითმფრინავია, სუპერმენია. 1946 წელს ეს კონკრეტული სუპერგმენი უკვე ძალიან პოპულარული იყო. მის თავგადასავლებს მულტფილმებში და კომიქსებში ასახავდნენ. რადიო შოუში ის კრიმინალურ ორგანიზაციას ებრძოდა, რომელიც ძალიან ჰგავდა Ku Klux Klans. ახლა კი სუპერმენის თავგადასავალი. კლარკი უთვალთვალებს ბიჭს, რომელმაც იცის, ვინ არიან თეთრ მოსასხამებში გახვეული ავაზაკები. რა შეემთხვა ცეცხლოვანი ჯვრის კლანის ეშმაკ, ნახევრად შეშლილ ლიდერს. ამასახლავე გავიგებთ. დაელოდეთ დღევანდელი ეპიზოდის საოცარ კულმინაციას. ამ პროექტის შემქმნელი სტეტსონ კენედი ჟურნალისტი იყო, რომელმაც კლანში შეაღწია და მისი საიდუმლოებანი გაიგო. მან სუპერმენის თავგადასავლების პროდიუსერები დაარწმუნა, რომ ახალგაზრდები უნდა გაერთხილებინათ მათი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ. პროგრამას დიდი წარმატება ხვდა წილად. 1940-იან წლებში რადიო შოუში სუპერმენის კლანთან დაპირისპირების იდეა ნამდვილად მნიშვნელოვანი და ეფექტური საშუალება იყო Ku Klux Klanis ანტიამერიკულობის საჩვენებლად. ტრაგიკულად ირონიულია ის, რომ სუპერმენის დევიზი იყო ფრაზა „სიმართლე, სამართლიანობა და ამერიკული გზა“, რომელიც 1920-იანი წლების კლანის ბროშურისთვის გამოდგებოდა. სტეტსონ კენედი ამაზე არ შეჩერებულა. ყურადღების მისაპყრობად და ამერიკის სამხრეთში დემოკრატიის სისუსტის შესახებ გასაფრთხილებლად ის კონგრესში კლანის სამოსში გამოწყობილი მივიდა. მისმა პერფორმანსმა შედეგი გამოიღო. 1957 წელს იუსტიციის დეპარტამენტმა კლანი დივერსიულ ორგანიზაციათა სიაში შეიტანა. ომის შემდგომმა აღორძინებამ Ku Klux Klani ვერ გადაარჩინა. მას მხოლოდ 20,000 წევრი ჰყავდა. ეს ძალიან ცოტა 1920-იანების 4 მილიონთან შედარებით. მაგრამ საფრთხე მაინც არ აღმოფხვრილა. მალე აფროამერიკელები უფრო ხმამაღლა მოითხოვენ თავიანთ სამოქალაქო უფლებებს. თანასწორ უფლებიანობისთვის ბრძოლა მესამე, უფრო ძალადობრივ უხილავ იმპერიას დაბადებს. ახმოვანებდნენ ნინო კიკაჩეიშვილი, გუგამ გალობლიშვილი და დავით ბეშიტაიშვილი. გახმოვანებულია საქართველოს პირველი არხის მიერ.
არტე ფრანსი და როშ პროდუქციონი წარმოგიდგენთ. კუ კლუქს კლანი შეერთებული შტატების ყველაზე ძველი ტერორისტული დაჯგუფებაა. მე არ მწამს სეგრეგაციის, მე მწამს მონობის. სამოქალაქო ომის შემდეგ შექმნილი უხილავი იმპერია ძალადობრივ მილიციად გარდაიქმნა, რომელიც გათავისუფლებული მონების დატერორებით იყო დაკავებული. გაქრობამდე 1920-იან წლებში რასისტული, ანტისემიტური და ანტიკათოლიკური კლანი 4 მილიონზე მეტ წევრს ითვლიდა. მოკვდი ზანგო. პროდიუსერი დომინიკ ტიბი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უხილავი იმპერია აღორძინდა. მისი მიზანი უცვლელი იყო თეთრკანიანთა უზენაესობის დაცვა ნებისმიერი საშუალებით. თეთრი ძალა. კუ კლუქს კლანი, ამერიკული ისტორია. დავით კორნბრძოზას ფილმი. კლანი, ჩვენ კუ კლუქს კლანი ვართ. მეორე ნაწილი. აღორძინებები. $1950-იანების დასაწყისში ამერიკის საზოგადოება ისე ყვაოდა როგორც არასდროს. მოხმარება, ზრდა და კეთილდღეობა. ეს იყო მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური ძალის საკვანძო სიტყვები. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული, თავისუფლების სიმბოლოდ აღიარებული ქვეყნის სამხრეთში მონობის ოფიციალური გაუქმებიდან 80 წლის შემდეგაც არსებობდა რასობრივი სეგრეგაცია. შავკანიან ამერიკელებს არაფერზე მიუწვდებოდათ ხელი, არც კარგად დანაზღაურებად სამუშაოზე, არც ჯანდაცვაზე, არც ხარისხიან განათლებაზე. კეთილდღეობისკენ მიმავალი კარები მათთვის დახურული იყო. ჩემს ბავშვობაში აქ, ბირმინგემში, თუ აფროამერიკელი იყავი, რესტორანში ვერ შეხვიდოდი და ვერ ისადილებდი. მაღაზიაში ტანსაცმელს ვერ მოიზომებდი. როდესაც მაგალითად დედაჩემი ცდილობდა ჩვენთვის ფეხსაცმელი ეყიდა, ჩვენ მისი მოზომება არ შეგვეძლო. ქაღალდის ნაგლეჯზე ფეხის ფორმა უნდა შემოგვეხაზა, გამყიდველისთვის მიგვეცა და მას უნდა შეერჩია შესაფერისი ფეხსაცმელი. ასე ხდებოდა. ჩემი მეგობარი მისისიპიში ცხოვრობდა და მისი მეზობელი თეთრკანიანი იყო. ისინი გვერდ ცხოვრობდნენ. ძაღლებს შეეძლოთ ერთად თამაში, მაგრამ მათ ბავშვებს არა. თუმცა სეგრეგაციონისტულმა სისტემამ რხევა დაიწყო. 1954 წლის 17 მაისი გარდამტეხ მომენტად იქცა. იმ დღეს უზენაესმა სასამართლომ საჯარო სკოლებში რასობრივი სეგრეგაცია არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. ამ წუთიდან სკოლებს აღარ შეეძლო ჩავკანიანი ბავშვების სწავლებაზე უარის თქმა. ამ გადაწყვეტილებამ სამხრეთის შტატები აღაშფოთა. ჩვენი თეთრი სკოლები თეთრი უნდა დარჩეს. სკოლაში ჩვენ გვერდი ძანგები არ გვჭირდება. სეგრეგაცია გადაგვარჩენს, ინტეგრაცია დაგუყავს. კლანი, რომელსაც 1920-იან წლებში 4 მილიონი წევრი ჰყავდა, პრაქტიკულად გაუჩინარდა. სეგრეგაციის გაუქმების შიშმა კი ის მკვდრეთით აღადგინა. უხილავ იმპერიას ისევ ათასობით თეთრ მოსასხამიანი მომხრე გაუჩნდა. მათ თეთრი და ფერადკანიანი ბავშვების ერთ ქვაბში ჩაყრა უნდათ, საიდანაც ადამიანთა ნაჯვარი, გადაგვარებული ხალხი გამოვა. ასეთი ნაბიჯი ორივე რასას გაანადგურებს. აფროამერიკელებმა ხმა აღიმაღლეს. სამოქალაქო უფლებების დაცვის მოძრაობა სამართლიანობისთვის იბრძოდა. 1955 წლის დეკემბერში როზა პარკსმა ავტობუსში თეთრკანიანისთვის ადგილის დათმობაზე უარი განაცხადა. მარტინ ლუთერ კინგმა არაძალადობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანია წამოიწყო შავკანიანებსა და თეთრკანიანებს შორის თანასწორუფლებიანობის მისაღწევად. უთხარით არა რასიზმს. რასიზმი ახლავე უნდა შევაჩეროთ. ყველა ადამიანი თანასწორი იბადება. მოძრაობა მშვიდობიანი იყო, მაგრამ პოლიცია სხვაგვარად იქცეოდა.
აფროამერიკელები მთელი ძალით მოითხოვდნენ სეგრეგაციის დასრულებას. მაგრამ არც კლანის წევრები და არც სამხრეთელი პოლიტიკოსები არ იყვნენ მზად თავიანთი უზენაესობის დასათმობად. ალაბამის გუბერნატორი ჯორჯ უოლასი ამ გასული ეპოქის აზროვნების წარმომადგენელი იყო. იმ უდიდესი ადამიანების სახელით, რომელთაც ოდესმე ფეხი დაუდგამთ ამ მიწაზე ვამბობ, სეგრეგაცია დღეს, სეგრეგაცია ხვალ და სეგრეგაცია სამუდამოდ. სეგრეგაცია სამუდამოდ. მიუხედავად წინააღმდეგობებისა 1963 წლის 28 აგვისტოს 300,000 ამერიკელმა, შავკანიანებმა და თეთრკანიანებმა ახალი ტიპის საზოგადოებრივი მოწყობის მოთხოვნით ვაშინგტონში საპროტესტო მარში მოაწყვეს. ეს უნიკალური მომენტი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში. მარტინ ლუთერ კინგმა თავისი ოცნება გაუზიარა ამერიკას. ქალბატონებო და ბატონებო, ყურადღებას გთხოვთ. ჩემი ოცნებაა, რომ ოდესმე ჩემი 4 შვილი იცხოვრებს ქვეყანაში, სადაც მათ კანის ფერის კი არა, ხასიათის მიხედვით შეაფასებენ. ეს არის ჩემი ოცნება დღეს. როგორც იქნა თავისუფლები ვართ. მადლობა ყოვლის შემძლე ღმერთს. ჩვენ ბოლოს და ბოლოს თავისუფლები ვართ. მაგრამ ქვეყანამ წინსვლაზე უარი განაცხადა. სამხრეთში თეთრკანიანთა უზენაესობის მომხრეები თავიანთ პოზიციებს იცავდნენ. მათი პასუხი რადიკალიზაცია იყო. 1963 წლის 15 სექტემბერს ვაშინგტონის მსვლელობიდან 2 კვირაში ალაბამაში, ბირმინგემის შავკანიანთა დასახლების ცენტრში მე-16 ქუჩის ეკლესიაში ბომბი აფეთქდა. ეკლესიის ორკესტრში ვუკრავდი კლარნეტზე. მახსოვს ოთახმა რყევა დაიწყო. შუქი ჩაქრა. საშინელი მტვერი და კვამლი დადგა. ვერ მივხვდით რა ხდებოდა. უბრალოდ ერთმანეთს შევხედეთ და გავიქეცით. ეკლესია განადგურებულია. ერთის გარდა ყველა ფანჯარა ჩამსხვრეულია. ფასადს 10 კილოიანი ქვის ნატეხი მოწყდა და ქუჩის მეორე მხარეს გადავარდა. იმ კვირადილით ეკლესიის სამხრეთი ნაწილი დინამიტის 19-მა შეკვრამ შეანგრია. აფეთქების ტალღა მთელ უბანში იგრძნობოდა. უამრავი ადამიანი დაიჭრა. ბევრი ტიროდა. თითქმის ყველა მშობლებს, დაძმას, საყვარელ ადამიანებს ეძებდა. მოგვიანებით თანდათან ინფორმაციის მიღება დავიწყეთ. გაირკვა, რომ 27 ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში, 4 კი დაიღუპა. კატეხიზმოს მკითხველი 4 გოგონა დაიღუპა. კეროლ რობერტსონი, ადი მეკოლინზი, სინთია უილსი და დენის მაკნეირი. ისინი 11-დან 14 წლამდე ასაკის იყვნენ. 4 ძვირფასი სიცოცხლე შეწყდა. ადი, დენიზი, კეროლი, სინთია. ჩემი მეგობრები, რომლებიც ჩემგან სულ 3 ოთახის მოშორებით იყვნენ, დაიღუპნენ. ისინი ნანგრევებში იპოვეს. ერთ-ერთი გოგონა, დენის მაკნეირი, 11 წლის იყო. ბაბუამის ზუსტად ეკლესიის მოპირდაპირედ ჰქონდა მაღაზია. აფეთქებამ ახლომახლო ყველა მაღაზია დააზიანა. მას კედელზე საათი ეკიდა და ის საათი გაჩერდა. იმ მომენტში, როცა 4 პატარა გოგონა მოკლეს ბირმინგემში, ალაბამაში, დრო გაჩერდა. ბირმინგემისთვის შეიძლებოდა ბომბინგემიც გვეწოდებინა, რადგან 1950-იანებიდან იქ უამრავი თავდასხმა მოხდა. მაგრამ ამჯერად სამიზნემ და მსხვერპლების ასაკმა მთელი ქვეყანა შეძრა.
ფედერალურმა ბიურომ და ალაბამის მთავრობამ მალევე დაადგინეს სავარაუდო თავდამსხმელები. დაკითხეს ადგილობრივი კუ კლუქს კლანის 4 წევრი და მათ შორის რობერტ ჩემბლისი, მეტსახელად დინამიტი ბობი. მე-16 ქუჩის ბაპტისტური ეკლესიის დაბომბვიდან მალევე ფედერალურმა ბიურომ უტყუარი ინფორმაცია მიიღო თავდამსხმელების შესახებ. მათ საქმე ვაშინგტონში გაგზავნეს, გამოძიების ფედერალურ ბიუროში. მაგრამ ბიუროს მაშინდელმა უფროსმა ედგარ ჰუვერმა საქმის იუსტიციის დეპარტამენტისთვის გადაცემაზე უარი განაცხადა და საქმე წლების განმავლობაში თაროზე დარჩა. ანუ ფედერალური ბიუროს აგენტებმა იცოდნენ, ვინ იყვნენ მკვლელები. მაგრამ იმდროინდელი ხელმძღვანელობის დამსახურებით ეს საქმე მხოლოდ 10 წლეულების შემდეგ გამოიძიეს. რობერტ ჩემბლისი, რომელმაც ეს აფეთქება მოაწყო, დინამიტის შენახვისთვის გაასამართლეს. მან სულ 4 თვე გაატარა ციხეში. დანარჩენი ეჭვმიტანილები არ გაუსამართლებიათ. ფედერალური ბიუროს დირექტორი ედგარ ჰუვერი ყველაფერს აკეთებდა გამოძიების დასაბლოკად. მისი აზრით ქვეყნისთვის მთავარ საფრთხეს სამოქალაქო უფლებების დამცველი აქტივისტები წარმოადგენდნენ, რომელთაც ის კომუნისტებად თვლიდა. მარტინ ლუთერ კინგს უთვალთვალებდნენ. კლანის თეთრკანიანი პატრიოტების საქმის გამოძიება მოითმენდა. ის ფაქტი, რომ არავინ გაუსამართლებიათ, თუმცა სავარაუდოდ იცოდნენ, ვინ იყო დამნაშავე, ზუსტად ასახავს აფრო-ამერიკელი ადამიანებისადმი დამოკიდებულებას. საუბედუროდ კლანი გრძნობდა, რომ მის ძალადობრივ ქმედებებს მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული. განსაკუთრებით ზოგიერთ ადგილას. კლანმა იცოდა, რომ შეეძლო რაც უნდოდა ის ეკეთებინა და ამისთვის არავინ დასჭიდა. ინტეგრირებული სწავლება ხარისხიანი სწავლებაა. დაუსჯელობის განცდა კლანს ძალადობისკენ აკეზებდა. მისი ძირითადი სამიზნეები რასობრივი თანასწორობის მხარდამჭერები იყვნენ. 1964 წლის ივნისში სამოქალაქო უფლებების 3 დამცველი, 2 ებრაელი და 1 აფრო-ამერიკელი დაიკარგა. მისისიპის შტატის ქალაქ მერიდიანში ისინი სიჩქარის გადამეტებისთვის გააჩერეს და გაუშვეს. ბოლოს ეს ხალხი ადგილობრივი შერიფის მოადგილემ სესილ პრაისმა ნახა. მათ ჯარიმა გადაიხადეს და გავუშვი. მანქანამდეც მივაცილე. მანქანაში რომ ჩასხდნენ, ვკითხე საით მიდიოდნენ. მითხრეს მისისიპიში, მერიდიანში მივდივართო. მას მერე ისინი არავის უნახავს. მას შემდეგ ენდრიუ გუდმანზე, ჯეიმს ჩეინზე და მაიკლ შვერნერზე არავის არაფერი სმენია. ეს განგაშის საფუძველს იძლეოდა. მისისიპის ამერიკის ყველაზე რასისტული შტატის რეპუტაცია ჰქონდა და ის კლანის ბანაკად ითვლებოდა. 23 ივნისს გაუჩინარებიდან 48 საათის შემდეგ მათი მანქანა იპოვეს. მანქანა ცარიელი და მთლიანად დამწვარი იყო. ის ყურადღებით დაათვალიერა კრიმინალისტმა ექსპერტმა, მაგრამ დანაშაულის ვერანაირი კვალი ვერ აღმოაჩინა. ფედერალური ბიუროს დირექტორმა ედგარ ჰუვერმა პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონს დაურეკა. ბატონო პრეზიდენტო, მინდა გაცნობოთ, რომ მანქანა ვიპოვეთ. მანქანა დამწვარია და ძლიერი სიცხის გამო ჯერ არ ვიცით შიგნით გვამები არის თუ არა. NBC News-ი წარმოგიდგენთ. გამოძიებას განუწყვეტლე ვაშუქებდნენ. მსხვერპლების ოჯახები ტელევიზიით მიმართავდნენ მაყურებელს. საგანგებო რეპორტაჟი სამოქალაქო უფლებების 3 დამცველი მისისიპიში ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. ვემუდარებით ყველას, ვისაც შეუძლია მასთან დაგვაკავშიროს. მათი მადლობელი დავრჩებით.
მედია კუკლუქს კლანის ახალი მეთაურით, რობერტ შელტონით დაინტერესდა. მას ხშირად ხედავდნენ ბოლო მოდელის კადილაკის საჭესთან. შელტონი შესანიშნავი ორგანიზატორი იყო. მან კლანის სხვადასხვა დანაყოფების გაერთიანება მოახერხა. ყოფილი საბურავების გამყიდველი ახლა 30,000 ადამიანის ლიდერი გახლდათ 5 შტატში. თავდაჯერებული საიმპერატორო ჯადოქარი სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა მედიაში. მე კონსულტაცია გავიარე ჩვენ წევრებთან ადგილობრივ მოსახლეობასთან და მივიღე სასიხარულო ინფორმაცია, რომ ეს შეიძლება უბრალოდ ცრუ განგაში იყოს. მედიის წნეხის გამო გამოძიება სწრაფად მიდიოდა წინ. ფედერალური ბიურო გააქტიურდა. დაუყოვნებლივ გამოგზავნეს ბიუროს დამატებითი აგენტები. ამერიკის საზღვაო ძალებს მერიდიანის მახლობლად სავარჯიშო ბაზა აქვს და იქიდან 200 მეზღვაური გამოუშვეს ფედერალური ბიუროს აგენტების დასახმარებლად. იმ მკვლელობის შემდეგ ფედერალურმა ბიურომ უამრავი აგენტი გაგზავნა სამხრეთში და ადგილობრივი მთავრობა აიძულა მთელ ამ ტერიტორიაზე მდინარე გაეჭხრიკა. მათ უამრავი გვამი იპოვეს, მაგრამ დაკარგული აქტივისტების არც ერთი არ იყო. ბოლოს საქმის გახსნა მაინც მოახერხეს. 1964 წლის 4 აგვისტოს ძებნის დაწყებიდან 45 დღეს გვამები ტყეში იპოვეს. ფედერალურმა ბიურომ მოწმეც იპოვა, რომელმაც ყველაფერი უამბო. 15-ზე მეტი ეჭვმიტანილი გამოავლინეს და დააკავეს. მათ შორის ადგილობრივი კლანის ხელმძღვანელი სემუელ ბოუერსი, ასევე შერიფი ლოურენს რეინი და სესილ პრაისი, რომელმაც ეს სამი აქტივისტი დააკავა. მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი. აქტივისტები ქალაქში იყვნენ. როდესაც უკან ბრუნდებოდნენ, ისინი შერიფის მოადგილემ დააკავა და როცა საჭიროდ ჩათვალა, გაათავისუფლა. პოლიციასთან შეკრული კლანის წევრები ციხესთან ელოდებოდნენ. იცოდნენ, როდის გაათავისუფლებდნენ და ქალაქიდან გასულებს უკან გახვნენ. მათ უბრძანეს შერიფის მანქანას გაყოლოდნენ. შერიფის მოადგილემ სესილ პრაისმა განზრახ შეიტყუა ხაფანგში, სადაც მათ კლანის წევრები ელოდებოდნენ ედგარ რეი კილენის მეთაურობით. და იქ სამოქალაქო უფლებების სამივე დამცველი მოკლეს. მათ გვამების გამოჩენის გეგმაც კი წინასწარ ჰქონდათ შემუშავებული. უფლებადამცველთა ფურგონი ჭაობში შეიყვანეს, მკვლელობის ადგილიდან საკმაოდ შორს. და ბულდოზერებიც კი გაამზადეს. გვამების მიწაში ჩასამარხად. აღსანიშნავია ფაქტი, რომ ადგილობრივი კანონდამცველები კლანისგან დიდად არ განსხვავდებოდნენ. სწორედ მათ გადასცეს კლანის წევრებს ეს ხალხი. ჯერ ცოტა ხნით დააკავეს, მერე საკნიდან გამოიყვანეს და გადასცეს კლანს, რომელმაც ისინი ტყეში შეიყვანა და დახოცა. გამოძიება დაუსრულებლად გრძელდებოდა. ბოროტმოქმედებს, რომელთაც აქტივისტები დააპატიმრეს, დახოცეს და ბულდოზერების დახმარებით დამარხეს, იჭერდნენ და ათავისუფლებდნენ. მისისიპიში თეთრკანიანი მსაჯულები იშვიათად. უпростоრად, არასდროს ცნობდნენ დამნაშავედ ადამიანებს შავკანიანების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის. ადგილობრივი შერიფი სინამდვილეში შერიფის მოადგილე სესილ პრაისი იყო. როდესაც ადგილობრივმა თეთრკანიან მსაჯულთა სასამართლომ პირველად სცადა მისი გასამართლება, მას შემზარავი ღიმილი ეფინა სახეზე. ეცინებოდა, რადგან იცოდა მკვლელობა შერჩებოდა. ამრიგად, თავისუფლების ზაფხულის მკვლელობებში გარეული რამდენიმე ადამიანი პასუხისგებაში 1960-იანებში მისცეს.
ამ ყველაფრის ორგანიზატორი ედგარ რეი კილენი კიდევ ერთხელ გაასამართლეს და გაამართლეს ძირითადად იმიტომ, რომ მსაჯულთა შორის არ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც თავისუფლებას მისცემდა დამნაშავედ ეცნო მღვდელი, კაცი, რომელიც ღმერთს ემსახურებოდა და ის გაათავისუფლეს. ეს გვაჩვენებს, თუ რამდენად რთული იყო კლანის პასუხისმგებაში მიცემა, რადგან სამხრეთში ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში კლანი ერთდროულად დამნაშავეც იყო და კანონის დამცველიც. ზოგჯერ კი მოსამართლეც და მსაჯულიც. მინდა ტრიბუნასთან მოვიწვიო შერიფი ლოურენს რეინი ნეშობის ოლქიდან. დაზარალებულთათვის დამატებითი შეურაცხყოფა იყო ის, რომ სასამართლოს მიმდინარეობისას ეჭვმიტანილებს შერიფ ლოურენს რეინის ჩათვლით საპატიო სტუმრებად იწვევდნენ კლანის შეხვედრებზე. ფედერალურმა ბიურომ კლანთან ურთიერთობა დამდობრალა. დღეს მოვედი, რომ ეს საძულველი ადამიანები მენახა, შემესწავლა და გამეგო რა ხდებოდა. ჩემი აზრით, აქ ალაბამის, მისისიპის და სხვა ადგილების საუკეთესო ადამიანებს შევხვდი. ამ ცივსისხლიანი მკვლელობისთვის 17 ადამიანს ემუქრებოდა სასიკვდილო განაჩენი ან სამუდამო პატიმრობა. მაგრამ ბოლოს მხოლოდ 7 მათგანს მიუსაჯეს მაქსიმუმ 6 წელი. აპლოდისმენტებით შევეგებოთ ნამდვილ დიდ თეთრ ამერიკელს. კლანის ძალადობის შემჩერებელი არავინ იყო. უკარა, ტერორი და მკვლელობები გრძელდებოდა. კლანმა იცოდა, როგორ შთაეგონებინა თავისი წევრები. ოდესმე გინახავთ სიძულვილისა და ექსტრემიზმის პირამიდა. მის წვერზე სიძულვილია, ხოლო მის ძირში, მის ქვაკუთხედში მიკერძოებულობა დევს და ის ძალიან ნელა შენდება, სანამ სიძულვილის ბოძა დარიქცევა. ისინი სიძულვილს გვასწავლიან და იმ დროისთვის, როცა უკვე საკმარისად გაზრდილად ჩაგთვლიან, ირგვლივ უკვე ყველაფერი გძულს. და გახსოვდეთ, რომ ზანგები, რომლებიც ყველაზე მეტ პრობლემებს უქმნიან თეთრკანიანებს, განათლებული ზანგები არიან. ის ფაქტი, რომ რაღაც გძულს მათ შენიფორმირებისა და მართვის საშუალებას აძლევს. ტვინს გირეცხავენ და ძალიან დიდი დრო გჭირდება ამისგან თავის დასაღწევად. სიძულვილის მქადაგებლები ღიად მოუწოდებდნენ დანაშაულის ჩადენისკენ. ზანგებისთვის ახალი ამბავი მაქვს. ჩვენც დავიწყეთ მოქმედება. მე არ მწამს სეგრეგაციის, მე მწამს მონობის. მაგრამ 1965 წელს ალაბამაში მომხდარმა კიდევ ერთმა მკვლელობამ ყველა შეძრა. 25 მარტს თეთრკანიანი აქტივისტი ქალი ვიოლა ლიუცო თავის შავკანიან თანამებრძოლს სახლში აცილებდა. კლანმა ვერ აიტანა მანქანაში ასეთი რასობრივი აღრევა. მისმა წევრებმა მანქანა გააჩერეს და მასში მსხდომები დაცხრილეს. სროლის შემდეგ ისინი მანქანასთან მივიდნენ, დასარწმუნებლად, რომ ქალი ნამდვილად მკვდარი იყო. ყველაფერი სისხლში იყო. ახალგაზრდა შავკანიანმა ლიროი მოტონმა, რომელიც მანქანაში იჯდა, თავი მოიმკვდარუნა. მას თავი ქალის სისხლით ჰქონდა დასვრილი და როდესაც მკვლელებმა მანქანაში შეიხედეს, ჩათვალეს, რომ ორივე მკვდარი იყო. ლიროი გადარჩა და მე ხშირად ვამბობ, ვიოლამ სიცოცხლე გაწირა მის გადასარჩენად. ამ მანქანის საჭესთან მისის ვიოლა ლიუცო იჯდა, 5 შვილის დედა. მას თეთრ წითელმა სედანმა გადაუღობა გზა, რამდენჯერმე გაისროლეს. მართვა დაკარგული მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და ღობესთან გაჩერდა. მისის ლიუცომ მკვდარი იყო. ამჯერად საქმე სწრაფად გაიხსნა. თავდამსხმელის მანქანაში კლანის წევრი და ფედერალური ბიუროს ინფორმატორი გარი ტომას როუ იჯდა.
ამ პიროვნებამ დაუყოვნებლივ აცნობა ფედერალურ ბიუროს, რისი მოწმეც გახდა და შედეგად მკვლელობის მონაწილე კლანის ყველა წევრი დააპატიმრეს. მეორე დღეს პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა გამოაცხადა, რომ დანაშაული გახსნილია. კლანი ხალხის ნომერ პირველ მტრად იქცა. და თუ დღეს კლანის წევრები მისმენენ, ეს მათთვის თხოვნაც იქნება და გაფრთხილებაც, რომ გამოვიდნენ კუ-კლუქს კლანიდან და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, სანამ გვიან არ არის. მაგრამ უხილავ იმპერიას ასეთი მუქარები არ აღელვებდა. სასამართლომ ვიოლა ლიუცოს მკვლელები გაათავისუფლა. თეთრკანიანმა მსაჯულებმა უარი თქვეს მათ დამნაშავედ ცნობაზე. ნება მომეცით წარმოგიდგინოთ მისტერ W. ოუიტონი, მისტერ იუჯინ ტომასი და ბიჭი, რომელიც იარაღის ქვეშ იდგა, კოლი ლიროი ვილკინსი. როგორც ყოველთვის კლანმა ეს სამი ადამიანი გმირებად შერაცხა. მათ ავტოგრაფებს ართმევდნენ. ფულის შეგროვებაც დაიწყეს. მათთვის სასამართლოს ხარჯების დასაფარავად. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, კლანის ბრძოლა სამოქალაქო უფლებების წინააღმდეგ სულ უფრო სუსტდებოდა. დაუსჯელი დანაშაულები მალე მის საწინააღმდეგოდ შემოbrunდა. 1964 წელს ლინდონ ჯონსონმა საკანონმდებლო ინიციატივა წამოაყენა სეგრეგაციის დასასრულებლად. 1965 წლის აგვისტოში ვიოლა ლიუცოს მკვლელობიდან 5 თვის შემდეგ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ხმის უფლების აქტს, რომლითაც ჩავკანიანთათვის ხმის მიცემის ხელი შემშლელი ყველა სისტემური დაბრკოლება გააუქმა. ეს კანონი მათთვის ხმის მიცემის უფლებას უზრუნველყოფს. მონობის გაუქმებიდან 1 საუკუნის შემდეგ აფრო-ამერიკელებმა როგორც იქნა სრულუფლებიან მოქალაქეობას მიაღწიეს. მაგრამ როდესაც ისეთი რაღაცები ხდებოდა, როგორც მაგალითად მე-16 ქუჩის ბაპტისტური ეკლესიის აფეთქება იყო, ეს საშინელ რეაქციას იწვევდა ხალხში. ასე მოხდა, როცა ბირმინგემში სელმას მარშისას კლანმა ვიოლა ლიუცო მოკლა და თვით თეთრკანიანი ამერიკელებიც, რომლებიც პროგრესულობით არ გამოირჩეოდნენ და არც სკოლებში ინტეგრაციას ეამოვნებდათ დიდად, ისინიც კი შეძრწუნდნენ. ასე რომ ჩემი აზრით, სწორედ კლანმა უზრუნველყო სამოქალაქო უფლებების დაცვის მოძრაობის წარმატება. მან ჯერ პრეზიდენტი კენედი, მერე კი ლინდონ ჯონსონი ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა, რომ სხვა გზა აღარ დაუტოვა. ისინი იძულებულები გახდნენ ხმის მიცემის უფლების აქტი გამოეცათ, ასე რომ ყველაფერი ძალიან ირონიულად შემოbrunდა. ფედერალურმა მთავრობამ სერიოზული ბრძოლა გამოუცხადა ორგანიზაციას, როგორც ეს მოხდა პირველი კლანის შემთხვევაში, საუკუნის დასაწყისში. საჭირო იყო მისი ლიდერების ნეიტრალიზება. 1965 წელს კონგრესის კომისიამ ვაშინგტონში დაიბარა და დაკითხა ჩრდილოეთ კაროლინის დიდი დრაკონი, ბობ ჯონსი და ამერიკის გაერთიანებული კლანის ლიდერი რობერტ შელტონი. დიდი ჯადოქრები ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობენ. ორგანიზაციის ცალკეულ წევრებზე საუბრის უფლება არ მაქვს. მე შემიძლია განვაცხადო, რომ წევრი ვარ, მაგრამ დანარჩენებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა ამის აღიარება. კლანი ანტიამერიკულად გამოცხადდა. კონგრესისადმი უპატივცემულობის გამო მის ლიდერებს ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯათ. ამ ქვეყნის მთავრობას პატივს ვცემ, მაგრამ იუსტიციის დეპარტამენტისადმი პატივისცემა არ მაქვს. იუსტიციის დეპარტამენტი მხოლოდ და მხოლოდ კომუნისტური პარტიისა და სამოქალაქო უფლებათა დამცველი მოძრაობის ძიძად იქცა. პოლიტიკურმა წნეხმა გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი ედგარ ჰუვერიც აიძულა შეტევაზე გადასულიყო. მისი აგენტები უკვე უთვალთვალებდნენ კომუნისტებს და სამოქალაქო უფლებათა დამცველებს. ახლა კი მიზანში კლანიც ამოიღეს. თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ ჰუვერმა ქსელის წინააღმდეგ 300 ოპერაცია ჩაატარა. კლანის შეკრებებიდან ინფორმაცია ჟონავდა. ეჭვი იმდენად გაძლიერდა, რომ საიმპერატორო ჯადოქარმა
რობერტ შელტონმა ახალწვეულების სიმართლის დეტექტორზე შემოწმება გადაწყვიტა. ფედერალურმა ბიურომ წამოიწყო არც ისე კანონიერი ოპერაცია სახელად COINTELPRO. კონტრდაზვერვის ამ პროგრამას აიოვაში შავი პანტერების წინააღმდეგ, მისისიპიში კი კუკლუქს კლანის წინააღმდეგ ვიყენებდით თან ძალიან წარმატებულად. ჩემი აზრით, ეს კარგი პროგრამა იყო. ეს ძირითადად ჭორებიან ანონიმური წერილები იყო. მაგალითად, ქალბატონო, იცით რომ თქვენი კუკლუქს კლანელი ქმარი ორგანიზაციის აქტივობებში მონაწილეობის ნაცვლად თქვენს კარის მეზობელს ხვდება, ან რაღაც ამის მსგავსი, რითაც კლანის წევრებს შორის შუღლს აღვივებდნენ. და ორგანიზაციის პოლიტიკური აქტივობის შესამცირებლად მის რეპუტაციას ანადგურებდნენ. ფედერალურ ბიუროს კლანის შემოწმება და მისი საქმის გამოძიება უნდა. მე ჩრდილოეთ კაროლინაში, ლეიქსტოუნში ვცხოვრობ და სულ არ მწვენია რომ კლანის წევრი ვარ. ამინ. მათი ზოგიერთი ქმედება პირდაპირი გაგებით კარიკატურული იყო. ფედერალური ბიურო ხატავდა კარიკატურებს, რომლებიც მათი ლიდერების საქციელს ასახავდა და ამ ნახატებს ღია ბარათების სახით უგზავნიდა კლანის ასობით წევრს. თითქოს ეუბნებოდა, იცით რას აკეთებენ თქვენი ლიდერები, როცა შეკრების შემდეგ თქვენ ღამით შიმბრუნდებით? იცით რაში იყენებენ თქვენი ლიდერები თქვენს ფულს? ეს უხეშად შესრულებული კარიკატურები იყო. როგორც წესი, შავ-თეთრი. ხატავდნენ, როგორ ხდიდნენ ვიღაცას ნიღაბს, მისი ვინაობის დასადგენად. ამით თითქოს აშინებდნენ კლანის წევრებს. ეუბნებოდნენ, გითვალთვალებთ, გაკვირდებით. და ნებისმიერ დროს შეგვიძლია გამოგამჟღავნოთ. ფედერალური აგენტების წნეხის შედეგად კლანი, რომელიც 1967 წელს 15000 წევრს ითვლიდა, 1970-იანების დასაწყისში 70%-ით შემცირდა. დრო შეიცვალა. დაუსჯელობის ეპოქა დასრულდა. 1971 წელს ბილ ბაქსლი ალაბამის გენერალურ პროკურორად დაინიშნა. მან გადაწყვიტა ხელახლა გამოეძიებინა ბირმინგემის მე-16 ქუჩის ეკლესიის აფეთქების საქმე. მალე მის მიმართ მუქარების ტალღა წამოვიდა. მთელი ქვეყნიდან მომდიოდა კლანის, ან მისი მსგავსი დაჯგუფებების მუქარის წერილები. ერთ-ერთ წერილში ეწერა, რომ ამ გამოძიებით თეთრკანიან პატრიოტებს ვავიწროვებდი. კლანი ამ წერილზე პასუხს ითხოვდა. და მეც მივწერე, შეგიძლიათ მაკოცოთ მეთქი და დავაკონკრეტე სად. მუქარის მიუხედავად ბილ ბაქსლი გამოძიებას განაგრძობდა. ჰუბერი უკვე მკვდარი იყო და ზოგიერთი გასაიდუმლოებული საბუთი ხელმისაწვდომი გახდა. მალე გენერალური პროკურორი რობერტ ჩემბლისის იგივე დინამიტის საქმეს მიუბრუნდა. მისთვის ბრალდების წასაყენებლად პროკურორმა საქმის მთავარი მოწმე კირტუს გლენი მოძებნა. ქალი, რომელიც აფეთქების წინა დღეს ბირმინგემში იმყოფებოდა. ღამის 2 საათზე მან იმ ჩიხში დაინახა მანქანა, რომელშიც 4 თეთრკანიანი იჯდა. მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა. და მანქანის ნომერი ჩაიწერა. მეორე დილით, როცა ბომბი აფეთქდა, ფედერალურ ბიუროში დარეკა. მათ სურათები უჩვენეს და ქალმა რობერტ ჩემბლისი ამოიცნო.
1963 წელს ბირმინგემში ეს ეკლესია აფეთქდა და 4 შავკანიანი გოგონა დაიღუპა. ახლა 14 წლის შემდეგ საქმე ხელახლა გაიხსნა და ბრალდებული 73 წლის თეთრკანიანი მამაკაცია. 1977 წელს დანაშაულის ჩადენიდან 14 წლის შემდეგ ბილ ბაქსლიმ რობერტ ჩემბლისისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯა მოახერხა. ცხადია ვიცით რომ ჩემბლისი თავად არ მონაწილეობდა ამაში, ვიცით კიდევ ვინ იყო იქ, უბრალოდ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. ჩვენ ამ საქმეს დავუბრუნდებით, სხვა დამნაშავეებსაც გამოვაშკარავებთ და მათაც გავასამართლებთ. დაღუპული გოგონების ოჯახებისთვის ეს მართლაც კარგი დღე იყო. მათ შვილებს უკან ვეღარავინ დააბრუნებდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს შეიძლება დაგვიანებით, თუმცა სამართალმა მაინც იზეიმა. თეთრი ძალა. თეთრი ძალა. ეს ჩვენი ფაბრიკიდანაა. ძმებო კლანელებო, თეთრკანიანო ძმებო, მიხარია ამ საღამოს თქვენი აქ ნახვა. სასიამოვნოა მთელი ქვეყნიდან რომ შეგროვდით, აქ ჩვენი მოძრაობის მხარდასაჭერად. 1970-იანებისთვის კლანი რამდენიმე ათას წევრამდე შემცირდა. ეს ძირითადად სისტემიდან განდევნილი და მარგინალიზებული ხალხი იყო. ფულით შემოაკლდათ. მაგრამ ახალმა უჩვეულო ლიდერმა მისი ხელახლა აღორძინება მოახერხა. დევიდ დიუკმა საკუთარი დაჯგუფება შექმნა ლუიზიანაში, კუკლუქს კლანის რაინდები. ახალგაზრდა ლიდერი სენატშიც კი იღრიდა კენჭს. საიმპერატორო ჯადოქარი, მედია ჯადოქარიც აღმოჩნდა. ხმა გვჭირდება ჩვენი მემკვიდრეობის, იდეალებისა და ინტერესების დასაცავად. მხოლოდ ასე გამოვასწორებთ სიტუაციას. ჩვენ ნამდვილი ხმა გვჭირდება უმრავლესობისთვის. ავირჩიოთ სენატორად დევიდ დიუკი. დიუკს კლანისთვის რესპექტაბელური სახის მიცემა და მისი წარსულისგან გამიჯვნა უნდოდა. ჩემი აზრით, ამბები კლანის მხეცური ქმედებების შესახებ უმეტესად მედიისა და ჰოლივუდის მოგონილია. კლანი პოლიტიკური ორგანიზაცია ხდება. ჩვენ პოლიტიკურ მოძრაობად გარდავიქმნებით. ის ყველაზე მაგარია. მასზე უკეთესი არ ხავთ. ის ყველანაირად უმაგრესია. დევიდ დიუკმა ახალი და განსხვავებული კუკლუქს კლანის შექმნის იდეა წამოაყენა. სწორედ დიუკმა შემოგთავაზა თეთრი მოსასხამებისა და წვეტიანი ქუდების ნაცვლად ჩვეულებრივი საქმიანი ადამიანების სამოსი. ის ძალიან ცდილობდა კლანისთვის პასუხისმგებლიანი ორგანიზაციის სახე მიეცა და გარკვეულწილად წარმატებასაც მიაღწია. ჩვენ შავკანიანები არ გვძულს, უბრალოდ თეთრკანიანები გვიყვარს. ამერიკელ თეთრკანიანებს ჭირდებათ მოძრაობა, რომელიც დაიცავს მათ იდეალებს, მათ ღირებულებებს, მათ ოცნებებს, რომელთაც გულით ატარებენ და ასეთი მოძრაობა კუკლუქს კლანია. დიუკის მომხიბვლელი გარეგნობის უკან საშიში რევიზიონისტი და ჰიტლერის თაყვანისმცემელი იმალება. მიუხედავად მისი პოპულარობისა, ორგანიზაციის შიგნით მიმდინარე განხეთქილებამ ამერიკელ ულტრამემარჯვენეთა ამომავალი ვარსკვლავი უკანა პლანზე გადასცია. დევიდ დიუკმა კლანი 1978 წელს დატოვა. მან მოახერხა რასისტული ორგანიზაცია უფრო მისაღები გაეხადა, მაგრამ ტერორიზმი ჯერ კიდევ კლანის არსს შეადგენდა. სიკვდილი კლანს, სიკვდილი კლანს. 1979 წელს ჩრდილოეთ კაროლინის მუშათა ქალაქ გრინსბოროში მემარცხენე აქტივისტების ჯგუფმა კუკლუქს კლანისა და ამერიკის ნაცისტური პარტიის გაერთიანებული რასისტული ფრონტის შექმნა გააპროტესტა. მათ კლანის წევრებით და ნეონაცისტებით სავსე მანქანები შემოერტყა გარს. ატყდა სროლა. დანაშაული ვიდეო კამერებმა დააფიქსირეს.
88 წამში 5 ანტირასისტი აქტივისტი მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ფირზე იყო აღბეჭდილი, ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელები დამნაშავედ არცნეს. $1980-იანების დასაწყისში კლანმა კიდევ ერთხელ მოახერხა კანონზე გამარჯვება. რობერტ შელტონი, რომელიც ჯერ კიდევ სათავეში ედგა ამერიკის გაერთიანებულ კლანს, სიძულვილით სავსე გზავნილების გავრცელებას განაგრძობდა. დღევანდელი ზანგი სხვა არაფერია თუ არა ცხოველი, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში ცხოვრობს და ქუჩებში დადის. ასე გაგრძელდა 1991 წლამდე, სანამ ერთმა საქმემ ამ დაუსჯელობის ხანგრძლივ პერიოდს წერტილი არ დაუსვა. 1991 წლის 21 მარტის დილა მობაილში ჰერნდონ ავენიუზე ხეზე ჩამოკიდებული მაიკლ დონალდის გვამი იპოვეს. ის ნაცემი და ნაწამები იყო და ყელი 3 ადგილას ჰქონდა გამოჭრილი. 19 წლის მაიკლ დონალდი შემთხვევით შეარჩიეს. კლანის 2 წევრი შავკანიანს ეძებდა მოსაკლავად, თეთრკანიანი პოლიციელის მკვლელობისთვის შურის საძიებლად. ეს ტერორიზმი იყო კლასიკური გაგებით. ეს უბრალოდ მკვლელობა არ იყო სიძულვილის ან სხვა რაღაცის გამო. მაიკლ დონალდის მკვლელობა მესიჯი იყო სამხრეთის ყველა შავკანიანისთვის, რომ იგივე დაემართებოდათ თუხმის ამოღებას და თეთრკანიანთა დომინირების წინააღმდეგ ბრძოლას გაბედავდნენ. 2 წლიანი გამოძიების შემდეგ ფედერალურმა ბიურომ ბოლოს და ბოლოს დააპატიმრა მკვლელები ჰენრი ფრენსის ჰეისი და ჯეიმს ტაიგერ ნოულსი. ჰეის ელექტროსკამზე სიკვდილი მიუსაჯეს, ნოულს კი სამუდამო პატიმრობა. დიდი ხნის განმავლობაში ეს სამხრეთში შავკანიანის მკვლელობის გამო თეთრკანიანის დასჯის პირველი შემთხვევა იყო. მაგრამ მსხვერპლის დედა ბიულა დონალდი უფრო შორს წავიდა. ის დისკრიმინაციის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვის ჯგუფს დაუკავშირდა. მაიკლ დონალდის საქმეს დიდი გამოხმაურება მოყვა, რადგან ადვოკატმა მორის დისმა და სამხრეთის ღარიბთა დაცვის იურიდიულმა ცენტრმა თავად კლანის წინააღმდეგ შეიტანეს სარჩელი და არა ინდივიდების, თუნდაც მისი ლიდერების ან თავად მკვლელების წინააღმდეგ. მათ მოითხოვეს წევრების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო პასუხისმგებლობა კლანს დაკისრებოდა, რადგან ეს დანაშაულები ორგანიზაციის შთაგონებით სრულდებოდა. შესაბამისად, კლანი თავად იყო დამნაშავე. საბოლოოდ, სასამართლო დათანხმდა და ამერიკის გაერთიანებულ კლანს $7 მილიონი ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. ამას შედეგად გაერთიანებული კლანის გაკოტრება მოყვა. რობერტ შელტონი იძულებული გახდა მის მიერ აშენებული მთელი კომპლექსი დაეთმო და ის კლანის საორგანიზაციო სივრცედ და თავშესაფრად ექცია. საერთო ჯამში მაიკლ დონალდის მკვლელობამ კლანი დაშლამდე მიიყვანა. ეს საქმე გახდა მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სამართლებრივი გზებით ებრძოლო ისეთ ტერორისტულ დაჯგუფებებს, როგორიც კუ კლუქს კლანია. ეს ისტორიული ვერდიქტი იყო. შვილის სიკვდილიდან 7 წლის შემდეგ ბიულა დონალდმა სამართლის აღსრულებას მიაღწია. ორგანიზაცია გაკოტრდა. როგორც ეს ხშირად ხდება ამერიკაში, ბრძოლის საუკეთესო გზა საფულეზე დარტყმა აღმოჩნდა. ამერიკის გაერთიანებული კლანის მთელი უძრავი ქონება დონალდის ოჯახს გადაეცა. რობერტ შელტონმა თავისი სამეფო დაკარგა. უკომენტაროდ გამატარეთ, შინ მივდივარ. მიუხედავად გაერთიანებული კლანის მიმართ გამოტანილი განაჩენისა, კუ კლუქს კლანი კანონგარეშე არ გამოცხადებულა. ამერიკის კონსტიტუციით გარანტირებულმა გამოხატვისა და კავშირების თავისუფლებამ მას გამოსავალი აპოვნინა. კლანის წევრებმა თავიანთი მოსასხამები თანდათან სამხედრო ნიშნებითა და სვასტიკის სტატუებით შეცვალეს. ისინი ნეონაცისტებსა და ათასნაირ მემარჯვენე მილიციას შეუერთდნენ. მათ მტკიცე ჯაჭვი, თეთრი ძალა და ანტისემიტიზმი აკავშირებდათ.
1970-იანებიდან მოყოლებული ხშირად ვხედავთ კლანისა და ნეონაცისტების ღია თანამშრომლობას. სწორედ ამ დროს 1970-იან 80-იან წლებში რადიკალურ მემარჯვენეებში ფართოდ გავრცელდა აზრი, რომ ქვეყანას ებრაელები მართავდნენ. წამოვიდა ჭორები, რომ ფედერალური მთავრობა სიონისტებს ჰქონდათ ოკუპირებული. და ასეთ დროს ამ ორი ორგანიზაციის გაერთიანება სწორედ რომ სიმბოლურია. დღემდე თუ სადმე რადიკალი მემარჯვენეების დემონსტრაციას შეხვდებით, აუცილებლად დაინახავთ, როგორ ხელჩაკიდებული მოაბიჯებენ კუკლუქს კლანელები და ნაცისტები. მათი მიზანი თეთრი რასის გაწმენდა და თეთრი ბავშვებისთვის მომავლის შექმნა. ისინი ძირითადად საკუთარ სახელმწიფოს ითხოვენ. უნდათ რომ შეერთებული შტატების შუაგულში მთლიანად თეთრკანიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო ჰქონდეთ. მათი მიზანი რასობრივი წმენდაა. ძალადობით სავსე 10 წლეულების შემდეგ ძალთა ბალანსი შეიცვალა. აღარ არსებობდა შეთქმულება სასამართლოს სისტემას, პოლიციასა და კლანს შორის. კუკლუქს კლანს უკვე აღარ შეეძლო ღია აგიტაცია მოწინააღმდეგებისგან საპასუხოდ დარტყმის მიუღებლად. მე კუკლუქს კლანმა შემქმნა, დამბადა და გამზარდა. თქვენ სოროებში დაბრუნდით. აგიტაციას ძირითადად ინტერნეტით ეწეოდნენ. როდესაც საქმე მოქმედებაზე მიდგა, მათ ახალი მარტოხელა მგლის სტრატეგია აირჩიეს. $1995 წლის აპრილში ოკლაჰომა სიტიში მანქანა აფეთქდა და ფედერალური შენობა დაანგრია. $168 ადამიანი დაიღუპა და 700-მდე დაშავდა. იმ დროისთვის ეს ამერიკის ისტორიაში ყველაზე საშინელი ტერორისტული თავდასხმა იყო. ტერორისტი ტიმოთი მაკვეი გახლდათ, ყოფილი ჯარისკაცი და კუკლუქს კლანის წევრი. მას მხოლოდ 2 თანამოაზრე ჰყავდა. ეს ძალიან სახიფათოა, რადგან საფრთხის თავიდან აწილების თვალსაზრისით, გეგმის წინასწარ გამოცნობა და შეჩერება უფრო ადვილია, როცა ოპერაციაში 10, 12, 15 ადამიანი მონაწილეობს. ანუ, ასეთ დროს გაცილებით მეტი შანსია ვინმეს რამე წამოწდეს. ვიდრე მაშინ თუ ყველაფერს მხოლოდ ერთი ადამიანი გეგმავს. ამ შემთხვევაში ძალოვნებისთვის რამის წინასწარ გაგება თითქმის შეუძლებელია. ასე რომ, ასეთი სახის ტერორიზმი გაცილებით სახიფათო და ძნელად შესაჩერებელია. არსებობენ შიდა ტერორისტები და საერთაშორისო ტერორისტები. ამჟამად ჩვენს ქვეყანაში, ამერიკაში, შიდა ტერორიზმი გაცილებით უფრო საშიშ სახეს იღებს, ვიდრე საერთაშორისო. ტიმოთი მაკვეი 2001 წელს სიკვდილით დასაჯეს. $2000-იანებში ამერიკულმა სასამართლო სისტემამ ბოლოს და ბოლოს დაიწყო ქვეყნის აუბედითი რასისტული წარსულის გამომჟღავნება. NBC-ის ახალი ამბები დანაშაულის ჩადენიდან თითქმის 40 წლის შემდეგ იწყება იმ საქმის განხილვა, რომელიც ამერიკაში რასობრივი სიძულვილის შემზარავ სიმბოლოდ იქცა. არაერთი გასაიდუმლოებული საქმე ჩამოიღეს თაროდან. რობერტ ჩემბლისის თანამოაზრეები, რომელთაც ეკლესიის აფეთქებისას 4 გოგონა მოკლეს, დააპატიმრეს და გაასამართლეს. მილიონობით ამერიკელს ახსოვს, სად იყვნენ, როდესაც მისისიპიში დაკარგული 3 აქტივისტის მკვლელობის შესახებ გაიგეს. 3 აქტივისტის ერთ-ერთ მკვლელს, ედგარ კილენს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც იქნა, ამერიკაში ცვლილებათა ქარმა დაუბერა. $2008 წელს ბარაკ ობამას არჩევამ თითქოს დაადასტურა ეს ტენდენცია.
როდესაც ბარაკ ობამა პრეზიდენტად აირჩიეს, გავოგნდი. არ მეგონა ეს ოდესმე თუ მოხდებოდა. არ მეგონა ოდესმე ამას თუ ვნახავდი. ეს ნამდვილი შოკი იყო. უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში. მე ბარაკ ჰუსეინ ობამა საზეიმოდ ვდებ ფიცს. კლანის წევრებისთვის აფრო-ამერიკულის თეთრ სახლში არჩევა კრეხელობის ტოლფასია. როდესაც ობამა აირჩიეს, დარწმუნებული ვარ, გული გაუსკდათ, მაგრამ მთელი შემდეგი 8 წელი ისინი მის დამცირებას ცდილობდნენ. საიმპერატორო კლანმა ლექსიც კი დაუწერა ობამას. ზანგები ბაღის გაზონზე, ზანგები თელავენ ბალახს. დრო ადავემშვიდობოთ ობამას ზანგურ უკანალს. და კიდევ ბევრი ასეთი ნეგატიური რასისტული გამოხდომა. ეს უბრალოდ სასაცილო იყო. ობამას წლებში სუპრემაცისტების სიძულვილი უკიდურესად გაიზარდა. მისი არჩევიდან 8 წლის შემდეგ უკუ რეაქცია უმძიმესი იყო. 2016 წელს პოპულისტური იმიგრანტების შიშზე აგებული კამპანიის შედეგად ხელისუფლებაში დონალდ ტრამპი მოვიდა. ის ხალხს დაჰპირდა, რომ ამერიკას თავის დიდებას დაუბრუნებდა. ულტრამემარჯვენეებმა მას მხარი დაუჭირეს და გამარჯვებამდეც მიიყვანეს. ობამა გაერთიანებას ცდილობდა. ტრამპმა კი დაყოფა და თეთრკანიანი ამერიკის შიშზე თამაში შეძლო. დემოგრაფიული პროგნოზებით გამყარებულ შიშზე. ჩვენმა სტატისტიკური აღწერის ბიურომ იწინასწარმეტყველა, რომ 25 წელიწადში თეთრკანიანები უმცირესობაში აღმოჩნდებიან, ქვეყნის მოსახლეობის 50%-ზე ნაკლები იქნებიან. და იმ აზრმა, რომ თეთრკანიანები შეიძლება შავკანიანების ან სხვა უმცირესობათა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ქვეყანაში რასობრივი პანიკა დათესა. გაჩნდა განცდა, რომ თეთრებს ძარცვავენ, ართმევენ ქვეყანას, რომელიც მათ თავიანთი შვილებისთვის ააშენეს და ეს ყველაფერი გადაიზარდა თეთრი გენოციდის იდეაში. რომ თეთრკანიანებს ხოცავენ და სდევნიან. თქვენ ვერ ჩაგვანაცვლებთ. თქვენ ვერ ჩაგვანაცვლებთ. დღეს კუკლუქს კლანი და სხვა ქსენოფობიური ჯგუფები ისევ იზრდებიან. როგორც ყოველთვის, როცა თეთრი სუპრემაცისტები უზენაესობის დაკარგვის საფრთხეს გრძნობენ. ასეთი საფრთხე იყო მონების გათავისუფლება სამოქალაქო ომის შემდეგ. იმიგრაცია მე-20 საუკუნის დასაწყისში, სეგრეგაციის დასასრული. საბედნიეროდ 1960-იანებზე ნაკლებად, მაგრამ რასისტულ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები ისევ გრძელდება. 2017 წელს შარლოტსვილში, ვირჯინიის შტატში, ანტირასისტ აქტივისტებსა და თეთრი ძალის მხარდამჭერებს შორის შეტაკება მოხდა. ერთ-ერთი სუპრემაცისტი მანქანით შეიჭრა ხალხში. გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, 19 ადამიანი დაშავდა. ხდება სხვა დანაშაულებიც. 2020 წლის მაისში თეთრკანიანმა პოლიციელებმა ჯორჯ ფლოიდი დააკავეს. ის დღისით მოწმეების თვალწინ მოკლეს. ამერიკა მიარაღი აისხა. შავკანიანის სიცოცხლე ღირებულია.
რასისტული სიძულვილის მინდვრები ამერიკაში ისეთი ნაყოფიერია, როგორც არასდროს ყოფილა. დღეისთვის კლანი 6000-მდე აქტიურ წევრს ითვლის. მაგრამ თეთრ სუპრემაცისტთა დაჯგუფებები უთვალავ ორგანიზაციას შორის არის გაყოფილი. ამერიკა 150 წლის შემდეგაც ვერ ერევა თავის ძველ დემონებს. ამ ქვეყანაში კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველასთვის. ხანდახან ვნატრობ კიდევ ერთი დოქტორი კინგი რომ არსებობდეს. ვფიქრობ, კუ კლუქს კლანის ისტორია ამერიკის ისტორიის ნაწილია, ძალიან სამარცხვინო ნაწილი. ხიზლად უნდა ვიყოთ და ვეცადოთ, მაშინვე შევაჩეროთ, როგორც კი თავის მახინჯ თავს გამოყოფს. სამოქალაქო უფლებების დაცვის მოძრაობამ კანონების შეცვლას მიაღწია, მაგრამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელია ნამდვილი ამერიკა, თეთრი თუ მულტიკულტურული, მრავალეროვანი ამერიკა.